საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. სინანული შეწყალების სანაცვლოდ. სწორედ ასე ხედავს ქართული ოცნება მათი მხრიდან აქციების დროს დაკავებული ადამიანების საკითხის გადაწყვეტას. თუ კონკრეტული პატიმრები გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული და მონანიება ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ, როცა ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ სინოდის წევრების უმრავლესობა პატიმრების შეწყალების საკითხს ხედავს როგორც ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთ გზას. როგორც კობახიძე ამბობს, მათ ანუ ხელისუფლებას ვინმეს ბოდიში კი არ სჭირდება, არამედ პრევენციისთვის იქნება კარგი, თუ პატიმრობაში მყოფი პირები გარკვეულ სინანულს გამოხატავენ ჩადენილის გამო. პატიმარი პოლიტიკოსებიდან კობახიძის ამ გზავნილს ელენე ხოშტარია გამოეხმაურა ციხიდან. ერთხელ ერთმა ტირანმა დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულმა ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა. ეს არის ჩემი პასუხი ოცნების უმსგავსო ლაპარაკზე მონანიების შესახებ. ის მართლა ტირანი მაინც იყო, წერს ელენე ხოშტარია ციხიდან. თუ არ იქნება დათმობა, იქნება ბოიკოტი. ასეთია უკვე ოპოზიციური ალიანსის პოზიცია, რომელიც 9 პირობას აყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს. ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, უნდა გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახეს ამომცნობი აპარატები. აუდიტის შესწავლა შემოწმების ნაწილში მოწვეული უნდა იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს. უნდა გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება. საარჩევნო დავები უნდა განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიამ, რომელიც საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი. ასეთია 6 პირობა, რომლის შესრულებასაც ოპოზიციური ალიანსი ითხოვს, თუმცა ამ მოთხოვნებს ისევ კობახიძემ უპასუხა დღეს, რომ არჩევნები 2028 წლამდე არ ჩატარდება და მაშინაც მხოლოდ არსებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის პირობებში. მოკლედ ასეთია ძირითადი თემები, რომელზეც ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში ჩვენ სტუმრებთან ერთად. გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი უნდა შემოგვიერთდეს. მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ პატიმრების შეწყალების საკითხით. არ ვიცი, შეწყალება, ამნისტია, ну, ყოველ შემთხვევაში კობახიძე არ მალავს, რომ შესაძლებელია ეს იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც წინაპირობად აუცილებლად უნდა სდევდეს მონანიება. აი, ქართული ოცნების მხრიდან ასეთი წინაპირობის დაყენება ერთგვარი ესეთი მოთხოვნა ულტიმატუმის სახით რაზე მეტყველებს, რომ ქართულ ოცნებას უნდა რაღაცნაირად წავიდეს ასეთ კომპრომისულ ნაბიჯზე, თუნდაც ამ ინიციატივის უკან ახალი პატრიარქი ან წმინდა სინოდი იდგეს. საქმე იმაში გახავთ, რომ საერთოდ ნებისმიერი რეჟიმის ამოცანა არ არის ადამიანების დაპატიმრება და ციხეშჯდომა, ხო? რეჟიმის ამოცანა გატეხვა სამზარეულოებში ან პროტესტის სამზარეულოებში გამოკეტვა არ აქვს რეჟიმს ილუზია, რომ ვიღაცას ხვალიდან შეუყვარდება. მას უნდა რომ ადამიანები უბრალოდ გატეხოს, შეაგუოს არსებულ ვითარებას და ყველაფერი იყოს ხნარად და მშვიდად, ხო? მონანიება ხო ამას ნიშნავს. მონანიება ნიშნავს, რომ ადამიანი გატყდა არ არსებულ დანაშაულზე, ეხლა რომ მოინანიებ იმას რაც არ ჩაგიდენია, ეს ხო გატეხვის ტოლფასია და აქედან გამომდინარე ეს არის აბსოლუტურად უპერსპექტივო პროცესი, ხო? მონანიება ნიშნავს თვითლიკვიდაციას, სამოქალაქო პოზიციაზე უარის თქმას, საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ბევრ სხვა რამეზე. ანუ ქართულმა ოცნებამ იცის, რომ პატიმრების უმრავლესობა ამ ნაბიჯზე არ არის წამსვლელი და განგებ აყენებს ისეთ პირობას, რომელიც მეორე მხრიდან
არა, განგებ რა თუ აყენებს, ის აყენებს პირობას, კაცო, ეს იმას ანიშნავს, რომ იმას აქვს იმედი. ის ამბობს, რომ კი ბატონო, გატყდით, სახლებში გამოიკეტეთ, ენა ჩაიკმიდეთ და კი ბატონო, გამოგიშვებთ, ხო? ამას ამბობს ქართული ოცნებობა და ეხლა ვინც ამაზე დათანხმდება, ხო დათანხმდება, რა პრობლემა, ვიღაცები ხო დათანხმდნენ, ეხლა რაღაცა პროცესოები ხო გაუფორმდათ, ხო? აი ესეა, ვისაც გატეხავენ რეჟიმი ესე მოქმედებს. ის ცდილობს, რომ ადამიანები მორალურად გატეხოს პირველ რიგში, ხო? ფიზიკური დასჯა არასოდეს არ ყოფილა არც ერთი რეჟიმის ამოცანა. მორალურად გატეხვა, ხო? ბრძოლაზე უარის თქმა, კონფორმისტულ რეჟიმში გადაყვანა ადამიანის, ეს არის ამოცანა. და ბუნებრივია ლოგიკა, მათი არის მყარი, ხო? მოინანი ეძმაო, თავზე ნაცარი დაიყარე, პირო გეშლება, როდესაც მე მაკრიტიკებ, როდესაც პროტესტს გამოთქვავ, ამა თუ იმ ფორმით, რომ შენ ესე შეცდომაში იყავი შეყვანილი, რომ სინამდვილეში მე ძალიან პატივს ვცემ და ჩემი მონამორჩილი ხარ და კი ბატონო გამოგიშვებ, რა პრობლემაა? ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამას არ ექნება რაღაცა ისეთი მასშტაბური ხასიათი და მასშტაბური სახე? თუ წინაპირობა იქნება მონანიება, ანუ თუ ხელისუფლება ამას ამბობს, მაშინ ვინც პოლიტპატიმრად თვლის თავს, ის ბუნებრივია ამაზე ხელს ვერ და არ მოაწერს. და ვინც მოაწერს, ის აღარ იქნება პოლიტპატიმარი, ხო, ის იქნება ჩვეულებრივი დამნაშავე, რომელსაც გაუფორმეს, ესე რომ ვთქვა, შეიწყალეს და გამოუშვეს. აი ეგ არის ეგ მაგ პროცესში ვარ და ბატონო გია ამაზე ვინ გატყდება და ვინ არ გატყდება, მე ამაზე წინასწარ როგორ გითხრათ, ვიღაცა გატყდება, ვიღაცა არ გატყდება. ეს საკითხი, რომ ყველასთვის მისაღები ფორმებით გადაწყდებოდა, იმედის მომცემად ჩანდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამაზე საუბარი დაიწყეს სინოდის წევრებმა. მართალია ნუ რა არის ეცეთ, ეხლა აი როგორი ილუზია გვაქვს ხო? აი მუდმივ ილუზიებში, რაღაც ყალბიმედებში ვცხოვრობ, ხო? ეხლა ნუ რისი იმედი გვაქვს, ეხლა იგივე თვითონ პატრიარქის არჩევნებიდან დაწყებული, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რა სინოდის წევრები, ეხლა სინოდის წევრები რა? ან მათ გააკეთეს განცხადება და თქვენს რომ არავის არ აინტერესებს მათ რომელიც არსებობს საზოგადოებაში. სინოდის წევრების საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებს სპეცსამსახურები, ჩვენ ხო ვიცით რა. ხო და ეხლა პოლიტიკა სინოდის წევრები არ განსაზღვრავენ, ვინ გამოუშვა და ვინ არა. ვიღაცა რაღაცას იტყვის, ხო, და ანუ ქულების დასაწერად ან რაღაცისთვის ამის იქით ეს პროცესი ვერ წავა, ხო? ან რაღაც სახის შესანარჩუნებლად, მეტი არაფერი არ იქნება რა, რას იზავს სინოდი ვერ. ან თქვენ შესაბამისად მოლოდინი არ გაქვთ, რომ ახალი პატრიარქის მხრიდან იქნება გარკვეულწილად აი ასეთი გადადგმული ან მცდელობა მაინც, რომ რაღაცნაირად ეს პოლარიზაცია შემცირდეს, იმიტომ რომ ხა მოლოდინები საზოგადოებაში ხომ არსებობს, ხომ? ანუ როგორ დაიწყებს თავის მოღვაწეობას შიო მესამე. მევადელი პატრიარქის წონა და ილია მეორის წონა შეადარა, ხო? ანუ 100-ჯერ უფრო ნაკლები წონა აქვს, ხო? პატრიარქ ბევრი მიზეზის გამო ეხლა მე არ დავიწყებ ამაზე ჩაღრმავებას ამ თემაში, ხო? და ძალიან გრძელი გზა აქვს ახალ პატრიარქს გასავლელი იმისათვის, რომ იმის მეათედი წონა შეიძინოს, რაც ილია მეორის ჰქონდა. ხო და ილია მეორემაც ხო მოიპოვა 10 წლეულების განმავლობაში მოიპოვა ეს ნდობა, როდესაც ის პატრიარქად აღსაყდრა, ეკლესიები ფაქტობრივად სარიელი იყო. გასაგებია და მე ხო ეხლა მიზეზებზე არ ვარ, მე ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. აქედან გამომდინარე, ეხლა თუ ილია მეორის დროს ვერ მოხერხდა, ეხლა შიო მესამის დროს რა ლოგიკით ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უფრო მოახერხებს ვიდრე ილია მეორე, რანაირად. ხო და ეხლა მოინანიონ და გამოუშვებენ, ეხლა ხო ამას არაფერი შუამდგომობა არ უნდა, არც საპატრიარქო არაფერი, ვინც მოინანიებს, ისეაც ამოკრავენ ციხეს და გამოაგდებენ გარეთ, რა თუნდაც ციხეში ეგეთი ადამიანი, კაცო. ვინც მოინანიებს, ესე იგი გატყდა, უარი თქვა ბრძოლაზე, ანუ საშიში აღარ არის და გამოუშვებენ გარეთ. არ უნდა მაგას არც საპატრიარქო და არც სინოდი რა.
ამ ყველაფერს სხვათა შორის ფონად სდევს ქართული ოცნების, არ ვიცი, მცდელობა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დაალაგების, ანუ ვიცით რომ თვის ბოლოს დაანონსებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან ანგარიშგასაწევი დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში, რაც უნდა გახდეს მათივე თქმით რაღაცა ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა და აი თუნდაც უკრაინის ხელისუფლებასთან რაღაცნაირად ამ ურთიერთობების დათბობის მცდელობა გულისხმობს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს. კი, გასაგები კარგი იქნება, კაცო, ნეტა ესეთი გაათამაშება მოხდეს, მეც ეს მინდა, ხო, ჩვენ ხო ამ ხელისუფლების ჯინი არ გვჭირს, ხო, რა პირადი შუღლი ხო არა გვაქვს, თუ ამ ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი იქნება ვექტორის სწორი მიმართულებით დაბრუნება, ესე დემოკრატიის დაბრუნება, ადამიანის უფლებების დაბრუნება ამ ქვეყანაში, ამას რა ჯობია. ამის გარეშე ეხა ილუზია ან ამერიკასთან დალაგება, ან ევროპასთან დალაგება, ან თუნდაც უკრაინასთან დალაგება, თუ რაღაც ნაბიჯები არ გადადგა ამ ხელისუფლებას. რა გონიათ, ეხა ტრამპს რო ხელებს უკოცნიან, ეხა და ვირეშმაკობით, ვითომ რაღაც ისა გვაქვს ფასეულად ერთიანობა გვაქვს, სასაცილოდ რო ლაპარაკობენ. ამით დააბოლებენ ვიღაცას, ამერიკელებსაც, ევროპელებსაც, უკრაინასაც ექნება თავის პირობები, კაცო. უპირობო კი არ არის ეს, რომ ლამაზი თვალებისთვის შეურიგდებიან და რატო შეურიგდებიან ერთი რა. ხო, უკრაინასთან დაკავშირებით თქვენს რომ ძალიან პოზიტიურია, როდესაც ვხედავთ მცდელობასო, რაღაცა დიალოგის დაწყების, მაგრამ ნუ საბოლოოდ მაინც მომავალი გვიჩვენებს, როგორ განისაზღვრება ჩვენი ურთიერთობები და ახლობით ასეთი. რა თქმა უნდა, ხო, ესენი ყელყელაობენ, ხო? სინამდვილეში ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ვიღაცასთან გინდა თანაცხოვრება, ვიღაცის ოჯახში გინდა ცხოვრება. ის გეუბნებათ, ჩემთან სიგარეტს არ ეწევიან სახლში. თქვენ ეუბნებით, ჩემ ვინ გეკითხება მე სიგარეტს მოვწევ თუ არა. ხო და ის არ გიღებთ, ხო? მერე კი ბატონო, მეორე შანსს გაძლევთ ეხლა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ის გეტყვით, კაი, მოდი და მოწიეო, ამას ხო არ გეტყვის, კაცო, ის პირობა ხო პირობა დარჩება. ეხა ევროკავშირის ინტეგრაცია არია უსამართლო და რაღაცებს ლაპარაკობენ და თურმე ისა რა ქვია მთავარი თემა ევროკავშირიდან მთავარი მოთხოვნა ყოფილა თურმე LGBT თემა და რაღაც ტრადიციების წართმევა და აი შემდეგ აქ ხალხს რო აბოლებენ. სინამდვილეში არსებობს 12 პირობა. რაც არის ამ თანაცხოვრების წინა პირობები ესე რომ ვთქვათ, ხო? ასრულებენ ამ პირობებს, კი არა, ასრულებენ იმ 12-ს კიდე ახალი 10 დაამატეს, 22 გახადეს. იმდენ იქნეს, ხო? ხო და ეხა ამ ყველაფრის შესრულების გარეშე რანაირად, ხო? მე არის საჩოლის ზოგმა აი ამ უკრაინასთან ურთიერთობების დაალაგების მცდელობაში დაინახა ქართული ოცნების სურვილი, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ასოცირდებოდნენ ისინი რუსეთთან. შეიძლება იყოს ამაში ლოგიკა. ეს პოლიტიკური, ტექნოლოგიური ამბები ერთი ესე აკეთებს. მეორე ეგერ ზარქუა გამოვიდა და ზელენსკი ჩადო მიწაში, ხო? იგივე დღეს. როცა ვითომ ბოჭორიშვილი ვიღაცას იქ ელაპარაკებოდა, ხო? ეს ზარქუა ხო თავის დალაპარაკობს, ხო, ვიღაცა ალაპარაკებს. მაგარ ბიჭობანას რო თამაშობენ, რომ ებლატავებიან უკრაინას აქედან, თბილისიდან, ხო? ეს ხო შემთხვევით არ ხდება. პაპუაშვილის ტექსტები ავიღოთ, ხო, პაპუაშვილი რეებს ლაპარაკობს, დემონიზაცია ევროპის ყოველდღიურად გრძელდება, ხო, ელჩების შეურაცხყოფები ყოველდღიური და ასე შემდეგ, ხო? ხო და თავარი პრობლემა ამ ხაზის რა არის, იცით, აი ეს რუსული სპეცსამსახურების ტექნოლოგია დღეს არის ძალიან მარტივი. რუსეთი აღარ ამტკიცებს, რომ ისინი კაი ბიჭები არიან. ისინი ამბობენ, რომ ყველა ცუდია, არავინ არ არის სანდო. პაპუაშვილის ნებისმიერი ტექსტი აიღეთ, ხო? ყველა ცუდია. კი, მარტო რუსეთი კი არა, აი ამერიკელები ცუდები არიან, ანუ გათანაბრება ხდება, ანუ მეგობარსა და მტერს შორის განსხვავება არ არისო, ამას გვეუბნება ჩვენი ხელისუფლება. და ზარქუას კომენტარი ახსენეთ და მინდა რომ წავუკითხო მაყურებელს, ვისაც არ მოусმენია, მან თქვა რომ ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს, ის იძულებული გახდა რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან, ასე დაემართება ყველა უთავმოყარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს. ხო წარმოგიდგენიათ, ეხლა თქვენ რა გონიათ ეს ზარქუას შემთხვევით თქვა? ხო და ვინ რა მიზანია ასეთი განცხადებების? ზელენსკის ეს ესე რომ ვთქვათ, ამონარიდი არ დაუდეს წინ დღესვე?
რა გონიათ რომ შიგამოხმარებისთვის ლაპარაკობ არ გონიათ ესეთი ბრიყვები არ არიან ზუსტად იმიტომ დაუდეს რომ არაწყო ამ ხელისუფლებას ჭირდება ხო ჭირდება უბრალოდ ამ ხელისუფლების უცხოა ის ყველაფერი დასავლური უკრაინული ხო ეზიზღებათ უკრაინა გულში ყველა ქოცი რომ რუსეთს გულშემატკივრობს ამას რა თქმა უნდა კაცო რა თქმა უნდა ესე არის და ყველა მათ გამონათქვამში ყველაფერში ფარულად მოიაზრება პირდაპირ ამას ვერ ამბობენ მაგრამ გულში ხო ყველა გულშემატკივრობს ხო იცით ეს არა ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი აი ამ კონტექსტში სწორედ თქვენ ძალიან ისე პესიმისტურად ხართ განწყობილი ქართული ოცნების მხრიდან რაღაცა კომპრომისულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მაგრამ არიან ადამიანები, არ ვიცი, ვინც უფრო ოპტიმიზმით უყურებს პერსპექტივას თუნდაც ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. არის რაიმე წინაპირობა, რომელიც ამაზე შეიძლება მეტყველებდეს? ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მე შეიძლება თქვენს ნანახი მაქვს, მაგრამ არა კეთილი ქართული ოცნების კეთილი ნების გამო, არამედ ისევ საკუთარი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. მე ეს ადრეს მithქვამს თქვენთან ეთერში, ხო? ანუ 2026 წლის შემოდგომაზე პოლიტიკური ლოგიკით რა მოხდება სინამდვილეში მე პროგნოზებს არ გავაკეთებ, მაგრამ პოლიტიკური ლოგიკით ყველა შემთხვევაში უნდა ჩატარდეს არჩევნები. რატომ? იმიტომ რომ დღეს ბიზინა დგას გზაჯვარედილზე. ან გვაბრუნებს რუსეთის იმპერიაში ან აშენებს აზერბაიჯანის ტიპის ესე რომ ვთქვათ რაღაც ის ავტორიტარულ ავტოკრატიას, ხო? რომელსაც გარკვეული ურთიერთობები აქვს ყველასთან, ხო? აი ეს ამ მოცემულობაში. ეხლა თუ რუსეთის იმპერიაში გვაბრუნებს რუსეთის იმპერიის მოთხოვნა ცალსახაა ეს უკრაინის სომხეთთან დაკავშირებითაც გამოჩნდა, რომ კონსტიტუციიდან იქნა 78 მუხლი ამოღებული. 78 მუხლის ამოღება სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა. შესაბამისად, თუ რუსეთის იმპერიაში გვაბრუნებს არჩევნები უნდა ჩაატაროს, მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა და 78 მუხლი ამოიღოს დასავლეთის დემონიზაციის ფონზე, ან მეორე შემთხვევაა, თუ რუსეთის გადაგდებას გადაწყვეტს და შემოატრიალებს ქვეყანას უფრო დასავლეთისკენ, მაშინ ლეგიტიმაცია ჭირდება, რომელიც არა აქვს დღეს, ხო? ანუ არჩევნების ჩატარება. ანუ ორივე შემთხვევაში რა გზაც არ უნდა აირჩიოს. პოლიტიკური ლოგიკით მას ჭირდება არჩევნები. არა კეთილი ნების გამო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ჭირდება. ეხლა სინამდვილეში ამას გააკეთებს, არ გააკეთებს, მე არ ვიცი, ვიღაცა მერე წამომაძაღებს ეს რო თქვი, რატო არ გააკეთაო? მე ეხლა პროგნოზს არ ვაკეთებ, მე ვლაპარაკობ პოლიტიკური ლოგიკით. სამწუხაროდ ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის არ ექვემდებარება პოლიტიკურ ლოგიკას და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ერთ-ერთი მათი ძალა ამაშიც არის, ხო? იმიტომ რომ გათვლა ზოგჯერ შეუძლებელია, როდის რაც გააკეთებენ. რომელ ფეხზე ადგება ბიზნეს 5 ხასიათს გაიგრძელებს 5 ხასიათზე, ესე იქცევია ზოგჯერ და აქედან გამომდინარე მე პროგნოზს არ გავაკეთებ, მაგრამ პოლიტიკური ლოგიკით 2026-ში ბოლოს შემოდგომისკენ არჩევნები რა თქმა უნდა იყოს. ხო, სწორედ აი ამ პოლიტიკურ ლოგიკას თუ მივყვებით და ქართულ ოცნებას თუ აწყობს აი ამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მაშინ იგივე პოლიტიკური ლოგიკით მათ უნდა აწყობდეთ გარკვეული კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. აი მაგალითად სამთავრობო ცვლილებების გაგრძელება და მთლიანად აი ამ გუნდის გადახარება. მეთანხმებით თუ არა ამაში? ქართულ ოცნებას ესმის მხოლოდ ძალის პოლიტიკა, ხო? არც დათმობაზე ქართული ოცნება არ წავა, თუ ან ვიღაცამ არ აიძულა და ეს ინსტრუმენტი აქვს მხოლოდ ხალხს, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს. და თუ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ რომ აიძულონ ხელისუფლების პირობები კი არ წამოაყენონ ტელევიზორში და ფეხები კი არ ავაკუნონ, ხალხის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ და ხალხის ზეწოლით უნდა აიძულონ ხელისუფლება უკან დაიხიოს. ან ვაჭრობის ან დასავლეთიდან დაწოლით. ან ორივე ინსტრუმენტის უпроსტოდ ყველაზე სწორი იქნება, თუ ორივე ინსტრუმენტი ჩაირთვება. ანუ ხალხის ზეწოლა რომ აიძულონ ხელისუფლება რომ გახსნას კონკურენტული სივრცე პოლიტიკაში და მეორე მხრივ დასავლეთიდანაც შესაბამისი ზეწოლა რომ
ესე რომ ვთქვათ, გახორციელდეს დაუბრუნდეს ცივილიზებულ ურთიერთობებს ხელისუფლება. ამ ორი ფაქტორის გარეშე ხელისუფლება რატო კეთილინები და კაი ბიჭები გახდებიან? დღეს რო ცუდი ბიჭები არიან და ვიცით, თვალ გაკეთილ შობილდებიან, მოინანიებენ, მონანიება ეხა პოპულარული ის არის, ხო? თუ ღმერთი შეშინდება თუ რა, მებრძოლი ათეისტები არიან, ხო? ძალაუფლების გარდა არაფერი ინტერესი არ აქვს, თქვენ გონიათ, მართლა პატრიარქს ელაქუცებია, მართლა მორწმუნეები არიან. მორწმუნე ადამიანი როგორ შეიძლება ისე იქცეოდეს, როგორც ხოცები იქცევიან? ესე მორწმუნე ადამიანი, რომელსაც ათიმცნება წაკითხული მაინც აქვს და ოდნავ გააზრებული, როგორ შეიძლება ისე იქცეოდეს, როგორც ყობახიძე იქცევა მაგალითად. ხო, მაგრამ არსებობს მეორე, ასე ვთქვათ, მოცემულობაც პოლიტიკურ კონკურენციას ვგულისხმობ. შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ფსონის დადება სწორედ ამაზე მოხდეს, ანუ რამდენად ძლიერი კონკურენტი ეყოლება თუ მაგალითად გავყვებით აი ამ შესაძლო სცენარს წლის ბოლოს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს ვნახეთ ოპოზიციურმა ალიანსმა 6 წინაპირობა მოთხოვნა დააყენა, რა შემთხვევაში მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას. ყობახიძის პასუხია რომ არა, ნუ გასაგებია, აი პირობებს რო აყენებენ, მარტო პირობები ტელევიზორში ვეღარ მეც დავждები ეხლა და მე ჩამოწერ დათპირობას. ძალიან ჭკვიანს და დავაყენებ, ბიჭო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, პირობას რო აყენებ, შეუნდა კონდეს ინსტრუმენტები იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინო და ეს პირობები მიიღოს, თუ აყენონ ეს პირობები და იყვნენ. გამოვა მეორე მხარე დასცინებს რა საკეთებს ყობახიძე, მეტი არაფერი არ მოხდება. პირველ რიგში ხალხის მხარდაჭერა უნდათ, ხო? უნდა მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა, რომ ხელისუფლებამ გაუწიოს ანგარიში. ძალის გარეშე, ძალის დემონსტრირების გარეშე ეს ხელისუფლება არაფერს არ გააკეთებს. და ძალა არის ხალხში, არ არის პარტიებში ძალა. და ძალის დემონსტრირებამაც შესაძლებელია მოუსწროთ ამასობაში, ანუ გულისხმობ 26 მაისს დაანონსებულ მასშტაბურ აქციას. თანაც ვიცით, რომ აქტიურ ფაზაშია უკვე ეს კარდაკარის პროცესი შესული, ისე მინდოდა მეკითხა, თქვენამდეც ხომ არ მოსულან? არ ვიცი, არ მოსულა, არჩევნამდე მოსულა და მე არც გამიგია ვინმემდე რომ მისულიყვნენ ახლა სადღაც დადიან ალბათ იმედია რა. ანუ ფიქრობთ რომ კაცო მე გამიხარდება თუ ბევრი ხალხი გამოვა და რაღაცნაირად რასთავარია მათ აღიარებს ლიდერება. ნებისმიერ ესეთ მოძრაულ როცა ომში მიდიხარ, ომს ჭირდება სარდლობა. სარდლობის გარეშე რომელი არმია გინახავს, თუ დევკვირებით რო იყოს, დაკომპლექტებული თუ სარდლობა არ აყავს რომ ომი მოერგოს. მათ აღიარე პოლიტიკურ პარტიებს ჭირდება და აღიარება ხალხისგან, მარტო ხალხის გამოსვლა კი არ ჭირდება. ხალხმა ისინი უნდა აღიაროს ლიდერებად. და თუ გამოვა ბევრი ხალხი ეს ფაქტობრივად აღიარება არ იქნება, ბატონო გია? ნუ აქამდე ხალხი არ გამოდიოდა, ხალხი გამოდის ძირითადად დღემდე აქციები ხალხი გამოდიოდა ხელისუფლების წინააღმდეგ. ლიდერად რომელი პოლიტიკოსი აღიარეს, არ პოლიტიკოსებს არ იკარებდნენ თვეების განმავლობაში კონაკეთებს რა. ბატონო, თუ ისინი აღიარეს ლიდერებად, მე მხოლოდ გამიხარდება კაცო. სხვა შორის გვარამიამ თქვა, რომ აი მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ლელოს და გახარიას პარტიის პოზიცია, რომ ისინიც უნდა მოკლედ შემოუერთდნენ ალიანსო, რასაც გახარიას პარტიის საკმაოდ მწვავე პასუხი მიიღეს, რომ მოკლედ მათთვის წითელი ხაზი არის ნაციონალ მოძრაობა და მით უმეტეს თუ არ ვწდები ყოფილი ნაცები. ეს რიტორიკა რამდენჯერ გვაქვს და სულ დეჟავიუ გვაქვს რა, სულ ერთი და იგივე წრეს გრიალებენ. ერთი და იგივეს ამბობს ერთი მხარე, ერთი და იგივეს პასუხობს მეორე მხარე. ეს ხალხი უყურებს ამ იწილოს რა და არ მათქმევინოთ, ხალხი ამ პოლემიკის შემდეგ რა ხასიათზე დგება და როგორ მოიხსენიებს თუნდაც ერთ მხარეს და თუნდაც მეორე მხარეს. რა ხასიათზე დგება ისე გინების და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ლანძღავს ორივე მხარეს აი ამ უაზრო პოლემიკის გამო. რაც უკვე მე-100 წერეზეა წასული. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს უსმენდით, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი გიორგი ბუტიკაშვილია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით გიორგი. რა ვიცი, აი რა ვთქვა, აბა, როგორ
შემოაბრუნო შეკითხვა, მე მგონი უნდა უპასუხოთ ბოლო რეპლიკა კი არა და ხო, ბევრ რამეზე არის ასე ვთქვათ, ხო, კომენტარი, კითხვა-პასუხი ფაქტობრივად თქვენ გეხებოდათ და ოპოზიციურ ალიანსს. მოგესალმებით, მესალმებით თქვენს მაყურებელს. ბევრ რამეზე უნდა ვისაუბროთ. ვინაიდან ბევრი რამე არის აღქმებზე დამოკიდებული, როგორ აღიქოს საზოგადოება და როგორ აღიქვამენ კონკრეტული ექსპერტები, ჩვენი სოციუმის წარმომადგენლები. აღქმები ცვლის ასევე იმ რეალობას, რაშიც ვართ და ასევე აძლევს მიმართულებას, საით უნდა წავიდეს საზოგადოება. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ხუხაშვილი რას ვერ აღიქვამს, სწორად სხვა შორის ამ შეკითხვას ყოველთვის ვსვამ მასთან, როცა მყავს გადაცემაში სტუმრად, აი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მწვავე დაკრიტიკებდა ოპოზიციას იმის გამო, რომ ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ მოსახლეობასთან. აი ხელში გიჭირათ ფლაიერი, მაგრამ მანაც მითხრა, რომ მასთანაც ჯერ არ მისულა ეს. მასთან არავინ არ მივა, ეს ხო ვიცით ახლა, ან მასთან ჩართულია პოლიტიკაში, ყოველმეორ წელს ტელევიზიით არის, მას რატო უნდა მივიდა? ჩვენ ვიდივართ. იცით მაგალითად, სად შეიძლება იყოს გია ხუხაშვილი ან თუ სადმე შევხვდებით ქუჩთან, ქუჩაში სადაც ის ცხოვრობს და მოუნდება ჩვენთან საუბარი, ცხადია დაველაპარაკებით, მაგრამ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ყოველდღიურ რეჟიმში არის გასვლები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ჯგუფი მოძრაობს, სხვადასხვა ჯგუფი, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ლოკაციაზე ელაპარაკება საზოგადოებას და დღეს ახლა მოვდივარ ზუსტად ვარკეთილის მეტროს გარშემო ვიყავით, უამრავ ადამიანს ველაპარაკებით და ამის ლაპარაკი გულისხმობს ასევე კითხვებს, რამდენად მოწონთ ის რაც ქვეყანაში ხდება, კრიტიკულად და კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ქართულ ოცნებასთან, არავის არ მოწონთ. ფაქტობრივად, რავი, 95%, 98% ამბობს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არ მოწონს, მათ სურს ცვლილება. აპირებენ სხვათა შორის 26 მაისს აქციაზე მოსვლას და აქციის შესახებ იციან. საზოგადოება საკმაოდ ინფორმირებულია იმის შესახებ, რა ხდება 26 მაისს, რა ხდება ქვეყანაში და რა არის. ანუ საზოგადოება მაინც არის ინფორმირებული 26 მაისის შესახებ, უკვე მიხარია და იმედია მეც ჩამწვით, რომ ვარ საზოგადოების ნაწილი და მეც მომაწვით ამ ინფორმაციას, რას აპირებთ 26-ში. 26 მაისი არის ჩვენთვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ერთი დავინახოთ საკუთარი თავები, დავინახოთ ის, რომ ჩვენ ძალა არსად არ გამქრალა, დავინახოთ ის, რომ პროტესტი ცოცხალია და დავინახოთ ის, რომ ძალა არის ქართული ხალხის მხარეს. ქართული ოცნება ამდენი ხნის მანძილზე თავისი ტროლბოტებით, დაქირავებული ექსპერტებით და ასე შემდეგ ცდილობდა საზოგადოება შეეყვანა სწორედ იმ აღქმებზე, რასაც საუბრობდით, რომ თითქოს ოპოზიციას არ აქვს ხარდაჭერა, თითქოს საზოგადოება დაიღალა, ფრუსტრირებულია, მას არ სურს ცვლილება. ან ჩვენ ეს უნდა გავარღვიოთ და დღევანდელი და გუშინდელი და ასე და ბოლო კვირის მანძილზე ჩვენი გასვლები სწორედ ამას ემსახურება, რომ ის ბრაზი, ის პროტესტი, რაც არის საზოგადოებაში დაგროვილი, ეს უნდა ვაჩვენოთ ერთმანეთს, ეს ჩვენს გვეხმარება. როგორ უნდა ანუ გამოსვლით? რა თქმა უნდა, მრავალი რიცხოვნება არის მნიშვნელოვანი. რატომ არის მნიშვნელოვანი? რაც შეება მეტი ადამიანი იმისათვის, რომ დაინახოს ქართულმა ოცნებამ, რომ თქვენს პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, გზას და სტრატეგიას და ხედვას ბევრი ადამიანი უჭერს, თუ ძალის დემონსტრირება გჭირდებათ იმისათვის, რომ ამ პროტესტს უკვე რაღაცა სხვა მიმართულება მისცეთ. პროტესტ მიმართულების მიცემა არ სჭირდება, პროტესტ სჭირდება სიმრავლის გამოჩენა, ის რაც ქართული ოცნების პროპაგანდა არის აგებული, ის უნდა დაიმსხვრეს. საზოგადოების ბრაზი არსებობს, საზოგადოების დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ ნეგატიური არსებობს, ამას ყველაფერს სჭირდება აკუმულაცია და დანახვება. ერთმანეთი უნდა დავინახოთ პროტესტში ბევრმა ადამიანმა. ნებისმიერმა შეიძლება გააპროტესტოს, არა სიტყვაზე ვამბობ, ევროკავშირის გზის საბოტაჟი, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო. არამედ გააპროტესტოს დუშენის პრობლემა, რაც დააყენეს, მაღალი ფასები გააპროტესტოს. თითოეული თვითონ რაც აწუხებს ის გააპროტესტოს, მაგრამ გააპროტესტოს ქუჩაში, იმიტომ რომ ერთადერთი რასაც რისიც ბიძინას ეშინია, ეს არის ქართული ხალხის ძალა, მრავალრიცხოვნება და არის სანქციები დასავლეთიდან. ეს ორივე ერთმანეთზე არის დამოკიდებული. ჩვენი დასავლელი პარტნიორები როგორც კი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვნებდებით და პროტესტი გრძელდება, ჩვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად იზრდება, კიდევ უფრო იზრდება იმის შანსი, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთი თვის თავზე კი არ დასანქცირდეს ფინანსური სანქციებით, არამედ მალევე დასანქცირდეს.
ანუ ეს აძლევს ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც იმის საშუალებას, რომ დაინახოს, რომ აქ ქართული ხალხი დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის და ეს გჭირდება ჩვენს დავინახოთ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. თქვენ კარდაკარი ხომ გრძელდება ხომ? აი 23-მდე და მერეც გაგრძელდება. ალბათ იქნებიან ადამიანები, ვისაც ჯერ არ შეხვედრი ხართ და შესაძლებელი ახლა გიყურებთ ან შემდეგ უკვე სოციალური ქსელებით ნახოს ეს თქვენი ვიდეო და სადღაც შეგხვდეთ. ამიტომ მოგიწოდებთ რომ იყოთ მაქსიმალურად გულწრფელები. და რატომ ასე ვთქვათ, მაქვს ამის სურვილი თქვენ, როდესაც თქვით რომ მიდიხართ მოსახლეობასთან და მათ ეკითხებით მოწონთ თუ არა ეს ხელისუფლება, ეს არის ოპოზიციისთვის ძალიან მომგებიანი და კომფორტული შეკითხვა. თავად მოსახლეობა არ გიკითხებათ რომ მე რომ გამოვალ მაგალითად 26-ში შენ შემდეგ ანუ რას მპირდები, რა შეიძლება მოხდეს, ანუ ჩვენ დავინახავთ ერთმანეთს, რამდენი ვართ საქართველოში მოქალაქე ვისაც არ მოგწონს ხელისუფლება, მაგრამ აი რა უნდა მოხდეს ამის შემდეგ, რაში უნდა გარდაიქმნას, რაში უნდა გარდაისახოს ეს საპროტესტო ძალა. ამას არ გიკითხებიან? ცხადია, ვინც უფრო მეტად არის შეხედული პოლიტიკაში, ანუ უფრო მეტად ადევნებს საინფორმაციო ნიუსებს თვალს, მათ უფრო მეტად კრიტიკული კითხვები აქვს და ეს მნიშვნელოვანი არის, მაგრამ განწყობა მათ ჭირდება, ანუ თავარი განწყობა რაც არის, მათ უნდა ცვლილება, რომ მოხდეს ცვლილება. ის რომ ქართული ოცნება არ მოწონთ და შეიძლება ოპოზიციაც არ მოწონდეთ, მაგრამ რომ აძლევ მოსაწვევს და ეუბნები 26-ში თქვენი იქ დგომა მნიშვნელოვანი არის და ამას აწვის ოპოზიციონერი და ამას მოყვება და ეუბნება რომ დიახ მე იქ ვიქნები, ეს იმასაც ნიშნავს რომ ის ნდობას უცხადებს იმ ოპოზიციას ვინც იქ არის. და ცვლილების იმედი აქვს. რა თქმა უნდა, ცვლილების იმედი რომ არ გქონდეს არ მოვა. დღეს მაგალითად ვარკეთილში ფაქტობრივად, რა ვიცი, ალბათ 80%-ად თქვა რომ აუცილებლად იქნება აქციაზე. რაც მაგალითად საბურთალოზე ესე აუცილებლად ვიქნები არ ყოფილა. ანუ საზოგადოების რაღაცა ნაწილი ბევრად უფრო გაბრაზებულია ქართულ ოცნებაზე და მათთვის მნიშვნელოვანია თუნდაც თავისი პროტესტი დააფიქსიროს რუსთაველზე და იქ მოვიდეს. ეს მნიშვნელოვანია მათთვისაც, ჩვენთვისაც და ზოგადად. და როდის იქნება ეს ცვლილება? რა მოიტანს ამ ცვლილებას? ეს შეკითხვა მოსახლეობას არ აქვს. რა როგორ არ აქვს? ჩვენი გაცხადებული სტრატეგია ხო არის, ალიანსის სტრატეგია არის ის, რომ ქართული ოცნება არის დასუსტებული და ამას ხედავთ ყველა მიმართულებით, რაც მათ დაემართათ, იმ კანონებში, რასაც იღებენ სტუდენტების უნივერსიტეტიდან გაყვანა, რასაც როგორც აკეთებენ ტროტუარზე დგომის გამო, ეს ხო მათი სისუსტის გამოვლინება არის. მათ ეშინიათ სტუდენტის და ცდილობენ რომ თვით ლეგიტიმაცია მოახდინონ ძალით და ამით აჩვენონ საზოგადოებას რომ მათ აქვს ლეგიტიმაცია, მათ ლეგიტიმაცია სინამდვილეში არ აქვს ხალხისგან და სისუსტეს სხვა რამეში ავლენდნენ, მაგალითად იგივე აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაში ავლენდნენ, მიღებული კანონების უკან ამიტომ ჭირდება საზოგადოებისგან დაინახოს საგარეო კურსის ცვლილებაში ავლენდნენ, ანუ ეს არის ეტაპობრივი გზა, ხო? იმისთვის რომ ქართულმა ოცნებამ დაინახოს რომ აქ ხალხი არსად არ წასულა, ის რომ ფრუსტრაციაშია საზოგადოება და აღარ აინტერესებს არც ოპოზიცია, ანუ ამის კულტივირებას ხო ეწევა ქართული ოცნება, რომ იქ ვიღაცა 10 აკაცუკი დგას, 10 აკაცუკი რო არ დგას, ეს უნდა აჩვენოს საზოგადოებამ და ის პროტესტი რომ აქვს შინაგანი, ეს უნდა აჩვენოს და შემდეგი ეტაპი არის რომ დათმობებზე წამოვიდეს და სწორედ ეგ აკეთებს გარე ზეწოლა და ხალხის მრავალრიცხოვნება აკეთებს იმას, რომ ქართულ ოცნებას ეტაპობრივად ჯერ პოლიტპატიმრები გავაშვებინოთ, მე დავათმობინოთ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესები, რაც დღეს ჰქონდა საუბარი. ეს აქცია, რომელიმე აი ამ თქვენს მიერ დასახელებულ შედეგს არ მოიტანს, ხო? ანუ ის ერთი დღე არ მოიტანს, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც არის დაწყებული 2 წლის თავია, ხო? რა თქმა უნდა. თუ ეს იქნება ესე კონკრეტულ თარიღთან, მაგალითად, მათ შორის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული რაღაცა მასშტაბური აქციები, სადაც დრო და დრო შეეცდებით ხელისუფლებას აჩვენოთ, რომ მასშტაბური პროტესტი ქუჩაშიც ცოცხალია, ხო? რა თქმა უნდა, ეს 26-ში არაფერი არ იწყება და არაფერი არ მთავრდება. 26-ში არის იმის ჩვენება ქართული ოცნების, რომ ჩვენი ბრაზი არსად არ წასულა. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვაპროტესტებთ, ჩვენ არ მოგწონს თქვენი პოლიტიკა, რასაც აკეთებთ, ჩვენ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, ჩვენ გვინდა ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არის კეთილდღეობა და სადაც არის უბრალოდ მომავლის პერსპექტივა. ხალხ თქვენ გონიათ, თქვენ ხედავთ მომავლის პერსპექტივას. მე მაგალითად აი ამ სიტუაციაში, სანამ ქართული ოცნება
ხელისუფლებაში ვერ ხედავ ხვალინდელი დღე როგორი შეიძლება იყოს ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ საზოგადოება დატოვებს ქვეყანას, იქაც საზღვარგარეთაც აღარ მიიღებენ, ხო ნახეთ დღეს რამდენი ადამიანი გამოუშვეს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ან უკან აგზავნიან ქართველებსაც, ხო? ეს ხო შეუქცევადი პროცესი არის და ეს უნდა აჩვენოთ ქართულ ოცნებას, რომ ეს არ უნდა გაუვიდეს და უნდა დასრულდეს, სადღაც უნდა დაიდოს წერტილი და ეს წერტილი ხალხმა უნდა დასვას ჩვენთან ერთად, ცხადია. აქციების თემა რომ დავასრულოთ, აი გიორგი ვაშაძემ თქვა გუშინ ჩვენს ეთერში, რომ 26 მაისს იქნება პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები, მაგრამ არა სცენიდან ყაყანი, თუმცა არც უსცენობა, იქნება პოზიტიური სურპრიზები, მივარდნას არ უნდა ველოდოთ, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი, ნახავთ განსხვავებულ ამბებს. აი, რაც თქვენ მომიყევით ახლა, რა ვიცი, განსხვავებული ვერაფერი დავინახე ბრძოლის იმ ეტაპებიდან, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოვიარეთ. თუ შეგიძლიათ რაღაცა დაგვიზუსტოთ, რა განსხვავებულს უნდა ველოდოთ უკვე 26 მაისიდან, მოკლედ ძალიან დავავალებთ. ხანდახან ისე მგონია ხომ, საზოგადოება არ ვიცი, საზოგადოება ითხოვს თუ ის მედიის სურვილი არის, თითქოს ფილმს უყურებთ და სიუჟეტის განვითარებას ველოდებით, აბა შემდეგ სერიაში რა მოხდება. ეს ესე არ არის. საზოგადოებრივი ბრაზი არ უნდა გამოიხატოს ქუჩაში და ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. იქ რა დახვდება, როგორ დახვდება, რას მოისმენს, ეს არის მეორე საკითხი და როგორ განვითარდება სცენარი თვითონ იქ, რას შევთავაზებთ საზოგადოებას, როგორ ვილაპარაკებთ. ეს არის მეორე ხარისხოვანი მთავარი ამბავი, ხო ის არის, რომ შენი პროტესტი დააფიქსირო გარეთ. სოციალურ ქსელში დაფიქსირება, რომ საკმარისი არ არის, ეს საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, ხო? და ხდება ყოველ შემთხვევაში, რომ ტელევიზიებით მარტო და სოციალურ ქსელში რაღაცეების წერა არ არის საკმარისი იმისთვის და ქუჩაში უნდა გამოვიდეს ხალხი, რომ ძალა ხალხის არის ქუჩაში და ქუჩა ერთადერთი პოლიტიკური პროცესი დღეს არის ქუჩაში, ხო? სხვაგან ხო არსად არ არის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ამ სიარულის დროს ჩვენ ვაწყდებით საზოგადოებაში, არის ერთობის მოთხოვნა. რომ ერთობა მნიშვნელოვანია. რომ ერთობა არის ძალა. სწორედ ამას ემსახურებოდა ნიკა გვარემიას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ალიანსში აუცილებლად უნდა იყვნენ ლელო და გახარია, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდა მათ მიერ, ანუ ეს არის ხალხის მოთხოვნა თუ სიმრავლე გჭირდებათ ოპოზიციურ ალიანსში? სიმრავლე არა, ეს არის ხალხის მოთხოვნა. ქუჩაში ფაქტობრივად ყოველი მეორე ადამიანი ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა არის მნიშვნელოვანი, რომ ერთობლივად, ან ძალა ერთობაშია ყველაზე კარგი ქართულს აქვს გასიბრძენებული და იცის, რასაც ნიშნავს. და როდესაც პოლიტიკური პარტიებისგან უყურებენ აი ესეთ რაღაცა ისეთ განცხადებებს, მე რაც მოყვა კი ბატონო, ნაციონალურ მოძრაობა წითელი ხაზია, ოცნების მიერ მოსყიდული ნაცები მით უმეტეს. ხაი, როცა ამას უყურებს, როცა საზოგადოება გთხოვს, რომ შენ ერთიანი იყავი, ერთად იმოქმედე, ერთმანეთი ავანწყო, ქართული ოცნების წინააღმდეგ საერთო სტრატეგია დაგვანახეთ და ამ დროს მოწოდება პოლიტიკური ლიდერისგან, რომ ეს ხალხის მოწოდება და უბრალოდ პოლიტიკოსი ამას აჟღერებს და ასეთ პასუხს იღებ, მე არ ვიცი, ანუ რომელ საქართველოში ცხოვრობენ, როგორ უყურებენ სიტუაციას, ისინი ხო მოძრაობენ საზოგადოებაში, ისინი ხო უყურებენ, უსმენენ ხალხს, დადიან ქუჩაში, ანუ მათ ისინი ვერ ხვდებიან, თუ აქაც ელექტორალურად კლავაც იმ დინებას მიყვება, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი გადაიბიროს და რაც უფრო მეტად გაემიჯნება სურათში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, მით უფრო მეტ ამომრჩეველს. ეს ხო აჩვენა თვითმმართველობის არჩევნებმა, რომ საზოგადოების ფაქტობრივად არავინ არ მივიდა. ოცნების მიერ მოსყიდული ნაცები. ხო, მithumetes ესეთი ბრალდებები, რომელთაც ვერავინ ვერ ასწროს, ვერ დაამტკიცებს და ვერ დაადასტურებს, ვინ რა მოისყიდა, როგორ მოისყიდა და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში იგულისხმება თქვენი კოალიცია. რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ურთიერთ ბრალდებსაც აი ხალხს საერთოდ არ აინტერესებს. ანუ თქვენ ხო ხვდებით, რომ ქუჩაში მიდიხარ და პამიდორში აძლევთ 15 ლარს, წამარში აძლევთ 500 ლარს, ფაქტობრივად ისეთ ფასებია და აი ასეთი განცხადებები საერთოდ არ აინტერესებს არავის, არც არასდროს არ დააინტერესებს, რას უპასუხებს ის მოთხოვნა საზოგადოების, რომ იყოს ერთობა, რომ ძალა იგრძნონ, იმიტომ რომ საზოგადოება დგება იმის გვერდით, ვისთანაც ხედავს ძალას. და ქართული ოცნება რატო იჭერს სტუდენტს უნივერსიტეტის ეზოდან, იმიტომ რომ ძალა აჩვენოს, და იმიტომ რომ აჩვენოს საზოგადოებას, რომ ძალა ჩემ მხარეს არის და ძალა თუ გვინდა ჩვენ ერთად დავანახოთ, ესეთი განცხადებები ძალას ვერ დაანახებს. ანუ შიშობთ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალასთან გაერთიანების გარეშე შესაძლებელია 26 მაისს ვერ მიიღოთ ის ეფექტი, რასაც მასთან ერთად შეძლებდით? ეფექტს აუცილებლად მივიღებთ იმ განწყობებიდან გამომდინარე, რასაც უყურებთ. თუმცა თუ ლელოც, რომელსაც ასევე განსხვავებული აზრი აქვს 26 მაისთან დაკავშირებით და
სულ სხვა მიმართულებით ვითარდება მათი პოლიტიკური ხედვები, მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური და ოპოზიციურად არის განწყობილი და ცვლილება ჭირდება ამ ქვეყანაში, მათაც სხვა გზა აირჩიეს, რომელიც ასევე არ პასუხობს საზოგადოებრივი ერთობის მოთხოვნას. ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებში ეს ორივე პარტია გახარია საქართველოს და ლელო რა შედეგებამდე მიიყვანა ხო სრული უნდობლობა გამოაცხადა საარჩევნო სისტემის მიმართ საზოგადოებამ და უბრალოდ არ მივიდნენ არჩევნებზე ეს განმეორდება ეს აჩვენებს ზუსტად რას სურს საზოგადოებას და ცვლილება მოაქვს ძალას და მათი ერთობაში არსებობა არის ძალის დემონსტრირება. კი ბატონო, ანუ ამ საკითხს ასეთი მაგრამ აღარ უბრუნდებით ამ საკითხს. ანუ ეს ილუსტრაციისთვის მნიშვნელოვანია. პასუხების შემდეგ, ანუ ამ საკითხს არანაირ არც საჯარო და არც არასაჯარო ფორმატში აღარ დაუბრუნდები. არავითარ შემთხვევაში მათ აირჩიეს ღია და ჰქონდათ კარი დატოვებული ამ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი რომ განცხადება გაეკეთებინა. დაიკეტა ეს კარი. რა თქმა უნდა, დაკეტეს თავად, ხო? ანუ მათ ჩვენ იმ პერიოდში ვართ ეხლა რომ ცხადად უნდა გამოჩნდეს ვინ რა გზის აპირებს ცხოვრებას. რუსეთშიც ტარდება არჩევნები და ბელარუსიაში ტარდება არჩევნები და იქაც იღებენ ოპოზიცია მონაწილეობას, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. თქვენ ფიქრობთ რომ აი თქვენი მიუხედავად იმისა რომ თქვენ კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებთ არჩევნების წინაპირობად და ამბობთ რომ მხოლოდ ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, თქვენ მიგაჩნიათ რომ ამ მოთხოვნების გარეშეც არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის და კანონმდებლობის პირობებში ლელო და გახარიას პარტია ისევ შევლენ აი ამ პოლიტიკურ ბრძოლაში. კი, ხომ მათ განაცხადეს და თქვენ რომ ისინი ნებისმიერ ლელომ ყოველ შემთხვევაში მიიღებენ ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობას. ეს მე პირადად გამიჭირდება ძალიან საზოგადოება ველაპარაკო დავარწმუნო თუნდაც 2028-ში ჩატარდეს არჩევნები როგორც დღეს კობახიძემ გამოაცხადა დავარწმუნო საზოგადოება რომ მივიდეს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა რომელიც ვიცი რომ არის qalbi და რომელშიც მონაწილეობა არაფერს არ ცვლის გარდა იმისა რომ ქართული ოცნება ლეგიტიმაციას ახდენს ფასადური დემოკრატიის. რამდენად რეალისტურია. ჩვენ მოთხოვნები ცხადია რეალისტური. ფურცელზე დაწერილი ძალიან კარგად ჟღერს და აბსოლუტურად შემიძლია ყველაფერში დაგეთანხმოთ, მაგრამ ანუ რამდენად შესაძლებელია, ანუ ეს ყველაფერი მოვიდეს რეალობაში და ამაზე წამოვიდეს. ეს არის დამოკიდებული ჩვენს თანმიმდევრულ პოლიტიკაზე, გულისხმობ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ალიანსია შესულან თუნდაც ხვები, რომლებიც ამ გზას აირჩევენ და ქართველი ხალხის აქტიურობაზე და მრავალრიცხოვან პროტესტზე. ეს ამაზე გადის მხოლოდ ქართული ოცნების საბოლოო შესუსტება და იქამდე მიღმანა რომ მას მოუწიოს დათმობები. ამაში გვეხმარებიან როგორც ჩვენ დასავლელი პარტნიორები, თუნდაც იმ სასანქციო პოლიტიკით, რისიც ეშინია ქართულ ოცნებას და ივანიშვილს კონკრეტულად ყველაზე მეტად და გვეხმარება ასევე საზოგადოების აქტიური ნაწილი, რომელიც 500 დღეზე მეტი აქცია აქვს, არ ჩერდება და აგრძელებს პროტესტს. ჩვენ რამ განვასხვავებს ბელარუსისგან? ის წინააღმდეგობა, რასაც საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და პოლიტპატიმრები წევენ ამ ხნის მანძილზე, რომ გმირულად დგანან მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად დაპატიმრების და არც ერთი ადამიანი არ მიდის სახლში, არც ერთმა პოლიტიკოსმა ლიდერმა არ დატოვა ქვეყანა ციხიდან გამოსვლისას, მათ ნებისმიერ შეეძლო პოლიტიკურ ლიდერს დასულიყო ქვეყნიდან და შეეფარებინა თავი იქ და ყოფილიყო ბედნიერად, მაგრამ ეს არ გააკეთეს, რატო თავისი პირადი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე დგანან აქ. ეს არის ის წინააღმდეგობა და ის გმირობა, თანამედროვე გმირობა, ჩვენ არ გულისხმობთ ეხლა ეხლა თქმა გინდათ, რომ მაგალითად ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და მე ვაფასებ არ მოიქცა ასე დატოვეს ქვეყანა და თავს გრძნობენ მე არ ვაფასებ მათ ქცევას ანუ არ განვსჯიმათ მათ ეს გზა აირჩიეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვინ არის ვინ აირჩიეს სწორი გზა და ეს ამას გადაწყვეტს საზოგადოება ისედაც რამდენად სწორია ეს თქვენი პოლიტიკოსი თქვენ ხართ რამდენად მომგებიანია პოლიტიკური თვალსაზრისით და ასეთი პოზიცია როდესაც არ განშით თუნდაც მათ ამ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ მეორე მხრიდან ძალიან თამამად აფასებენ თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აი იგივე ამ 6 პუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით ლელოს გამოხმაურება დათუნაშვილი არის კონკრეტულად ავტორი ამ განცხადების არ გამოცხადებული არჩევნების პირობებში, როცა დიქტატორს რაღაც წინაპირობებს უყენებ და შემდეგ მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ბოიკოტს აცხადებ, არის სრული პოლიტიკური ანომალია.
ხა მათაც ხომ ყავთ საკუთარი ამომრჩეველი და გარდა საკუთარი ლოიალური ამომრჩეველისა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველიც უსმენს, რომელსაც ჯერ არ გაუკეთებია საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და დარწმუნებული ვარ, უმეტესობა სწორედ ასეთია. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლელომაც და გახარიამაც გაზომეს საზოგადოებრივი აზრი, რაც ფიქრობდნენ ისინი ლელოზე და გახარიას და მათ აქვთ ძალიან დაბალი შედეგები. საზოგადოება დღეს, როდესაც ავტოკრატიაში ხარ და როდესაც ამბობ თან დიქტატორული სახელმწიფოა და ჯერ დიქტატორა არ ვართ, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ეთერი გვაქვს აქ და შეგვიძლია ჯერ კიდევ საზოგადოებას ველაპარაკოთ ეთერით, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ დიქტატურა არ არის დამყარებული, მაგრამ ის გზა, რაზეც არც აირჩია ქართულმა ოცნებამ, სწორედ დიქტატურაზე გადის. ხო, ანუ საბოლოო შედეგი, ფინიშის ხაზი არის დიქტატურა და ეს უნდა ბიძინას. და მაგრამ სანამ ჩვენ გვაქვს ბრძოლის საშუალება, განიაწინოს და არ უნდა განაიარაღო საკუთარი თავი და წინასწარ არ უნდა მოერგო და ადაპტირდე იმ სიტუაციაში, რაც შექმნა ქართულმა ოცნებამ. ადაპტაცია არის ყველაზე დიდი მომაკვდინებელი თვისება, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, რომელიც მას ანადგურებს საბოლოო ჯამში და ჩვენ ნახეთ ადაპტაციებმა ავტოკრატებთან რა მოუტანა და სხვა ქვეყნებს და რა მდგომარეობა ასეთ ქვეყნებში. ანუ ის ბრძოლის უნარიანობა, რაზეც წეღან საუბრობდი, თუნდაც ქვეყნიდან არ წასulis, არ დანებების, არ გაჩერების ბრძოლის, ჟინის, შეტევის და ასე შემდეგ, არის ის, რაც ავტოკრატიას ამარცხებს. და მორალური ხაზი შენარჩუნება. ის რომ უკრაინა მაგალითად ბრძოლის ხაზი აირჩია და არა განიარაღების, ეს იყო ის მორალური პოლიტიკის გადაწყვეტილება, რაც უკრაინის ლიდერშიპმა მიიღო და ქვეყანა დაიცვა ოკუპაციისგან და დღეს რუსეთი მარცხდება და რუსეთი მარცხდება ყველგან. და ამიტომ წინასწარ რატო უნდა განაიარაღო საკუთარი თავი და რატო უნდა ჩააგდო რაღაცა დაჩაგრულის ფორმაში და ოღონდ ქართული ოცნების რაღაც არჩევნები ჩაატაროს, ნებისმიერ რაღაცაში შევყვები, ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმები. ოღონდ აქ რაღაცა ფასადი შეიქმნას დემოკრატიის. არ არის აქ დემოკრატია, საერთოდ არ არის დემოკრატია, ვლაპარაკობთ ავტოკრატიაზე და რატო უნდა შევუნარჩუნო, მე რატო უნდა დავეხმარო ივანიშვილს იმაში, რომ მან დემოკრატიის ფასადი შეინარჩუნოს და სინამდვილეში მე გამაუქმოს, უნივერსიტეტებს რა გაუკეთა, ხო? ბოლონის სისტემიდან გვიღებენ, ის ახალგაზრდები საწავლენ. ანუ აღარაფერი აღარ ხდება, აღარ რჩებათ ამ სტუდენტებს, ვინც აქ არიან, მომავალს ვეღარაფერს ვეღარ დაინახავენ, ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებენ. ანუ რას ვეუბნებით იმ თაობას, რას ვეუბნებით იმ მოხუცებს, ვისაც პენსია არ ყოფნით და წამალსა და საჭმელ შორის არჩევანი უწევთ. ანუ ამ ფასადში როგორ უნდა გავყვე მე იმის ფასად, ანუ მე საკუთარ თავს აი რა მორალით უნდა ველაპარაკო, მე არჩევნებზე ვიარო და ვუთხრა, რომ იცით რა, მოდით ხმა მომეცით, მართალია ემიგრანტებს ხმას არ მისცემენ, ხმის უფლებას არ მისცემენ, მართალია ელექტრონულად ნებისმიერ რიცხვს დაიწერენ, რა ნებისმიერ პროცენტს დაიწერენ, მაგრამ თქვენ მოდით მაინც არჩევნებზე და მრავალრიცხოვნებით შევძლებთ ამის გადატეხვას. ეს ხო აბსურდია. კი ბატონო, და ანუ შესაბამისად გააქვთ რაღაცა იმედი და მოლოდინი, რომ მოიპოვებთ სამართლიან და დემოკრატიული არჩევნებისთვის შესაბამის პირობებს, მაგრამ აი კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ. თუ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა აი ამ სამართლიანი პირობების მოპოვება და არ ვიცი 6-ვე პუნქტის თუ 6-დან გარკვეული ნაწილის ხო კიდევ უფრო მეტი შეიძლება დაყოფილიყო, მაგრამ 6 მნიშვნელოვანია. და გია ხუხაშვილი ავითარებს ლოგიკას დაფუძნებულ ერთ-ერთ ვერსიას, რომ შესაძლებელია წლის ბოლოსთვის ქართულმა ოცნებამ მიზანშეწონილად ჩათვალოს და ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, თქვენ ისე ბოიკოტის რეჟიმში რჩებით და ეს პოზიცია აქვს ოპოზიციურ ალიანსში ყველა პოლიტიკურ პარტიას. ეს შეთანხმებული ტექსტია, ხელმოწერილი ტექსტია, რომელიც დაიდო. კი ბატონო, იმიტომ რომ გაჩნდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლებელია თავისუფლების მოედანი სხვაგვარად ფიქრობდეს. არა, ტექსტი შეთანხმებულია, 9-ვე პარტია ერთად იჯდა და მუშაობდა, თემის ექსპერტები ვინც არიან პარტიებში, ეს არის შეთანხმებული, გადაწყვეტილი და გამოქვეყნებული. ეს ამის რევიზია არ მოხდება და როდესაც თანმიმდევრობაზე ვლაპარაკობ, ეს არის თანმიმდევრობა. ნებისმიერი ამ 9 პარტიიდან ვინც ამ პირობებს უარყოფს და სხვა გზას აირჩევს, ის თავის თავს დააზიანებს. იმიტომ რომ პოლიტიკაში თავარი არის თანმიმდევრულობა და ის რაც საზოგადოებას აწუხებს დღეს მათ შორის არის ის ოპოზიციის არათანმიმდევრული ნაბიჯები, დღეს ერთის ლაპარაკი, ხვალ მეორეს კეთება და ზეგ მესამეს დასახვა. მოდი ამას დავამატოთ ობიექტურობისთვის, ჯერ კიდევ ანუ გაურკვევლობა, რომელიც მათ შორის ოპოზიციური ალიანსისგან არსებობს, იგივე 26 მაისთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე როგორც გავიგე, ბევრი რამ თავად 26 მაისზე არის დამოკიდებული. ჩემს ასე ვთქვათ შეფასებებს რომ თავი დავანებოთ, უფრო კვალიფიციურ ადამიანს დავეკითხოთ პოლიტიკური თვალსაზრისითაც გამოცდილ
რომელსაც და ასეთი ცვლილებების, პოლიტიკური ცვლილებების მომტანი აქციების თვალსაზრისითაც აგერ გუშინდელი განცხადება არის მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ამბობს, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელი და არა იმის სახელი, რომ თავისით რაღაც მოხდება, ამას ჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით. ანუ წინააღმდეგობის მოძრაობის სამზადისი არის 26 მაისი. ყველა კრიტიკა იქნება ეს, შენიშვნა იქნება თუ იდეა იქნება, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მხრიდანაც განხილული არის ყოველთვის შეხვედრებზე და იქ ვითვალისწინებთ მაქსიმალურად რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად დავგეგმოთ ისე, რომ საზოგადოებისთვის იყოს ახალი სიტყვა დავარქვათ ამას თუ ახალი მიდგომა, ახალი მეთოდი, მაგრამ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ მეტად ჩართული არის ალიანსი და მეტი შედეგის მიღება სურს იმ პროცესიდან, რაც წამოიწყო. ამიტომ ხო, აი შეუთანხმებულობა ამ მიმართულებით არ არის. მოძრაობა რაში როგორ არის ფორმირებული შეგიძლიათ მითხრათ, ანუ გავიგე ეს ალიანსი, მაგრამ როგორც ამავე განცხადებაში წერს და ისედაც ხო ცხადია ნათელია, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა კიდევ სხვა მდგენელებისგან შედგება, ხომ? ანუ იქ რაღაც არის აქტივისტთა ჯგუფი, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი შეთანხმება, ალიანსის შეთანხმება სტრატეგია, რაც არის დაფუძნებული, ითვალისწინებს ასევე ინდივიდუალურად პარტიებს ჰქონდეთ თავისი დღის წესრიგი, რომელიც არ ეწინააღმდეგება ალიანსის სტრატეგიას, მიზნებს და თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ მაგალითად რაღაცა კონკრეტულ აქტივობაში, მათ აქვთ იმის უფლება ეს აქტივობა განახორციელონ, დაგეგმონ, ოღონდ თავარი არ დაირღვეს სტრატეგიის შეთანხმება და ის სტრატეგია რაც არის შემუშავებული. ნაციონალურ მოძრაობასაც, თავისუფლების მოედანსაც, კოალიციას ცვლილებისთვისაც თუ ცალკე ჩვენ დავგეგმავთ რაღაცას, რომელიც დაეხმარება თუნდაც 26 მაისს ან იმ სტრატეგიას, რაზეც შევთანხმდით ყველა ერთად, ცხადია ეს მისაღები არის და ეს განცხადებაც ემსახურება როგორც ნაციონალურ მოძრაობასაც, მათ იდეებსაც თუ გავიზიარებთ ერთობლივად გავაკეთებთ, თუ ნაკლებად გავიზიარებთ, მათ აქვთ თავისი არჩევანი, რომ ის გააკეთონ, მაგრამ თავარია დაეხმარონ პროცესს. ამაში არავინ არ ეწინააღმდეგება. თავარი პრობლემა აქ არის აი ის განცხადება, რასაც აი აქციის გარდა რაღაცა უფრო მეტი გააკეთონ 26-ში? მსვლელობა, არ ვიცი, ბოიკოტირება, ხო. მსვლელობა ისეც არის დაგეგმილი 26-ში თესეუდან რუსთაველამდე იქნება მარში, შეკრების ადგილი არის თესეუ, ეს მარშით მივალთ რუსთაველზე იქნება ცხადია და იქნება კიდევ იქ სხვადასხვა აქტივობები, რომელსაც ახლა საბოლოოდ თანხმდებით პარტიები, რა ფორმა იქნება და რაღაცა მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდება იქიდან, არა მარტო სცენიდან, არამედ შინაარსობრივი და სადაც ადამიანები განცხადებები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით თუ თავად აი ამ განმცხადებლების გამოჩენა იქნება ამ სცენაზე მნიშვნელოვანი. პროცესთან დაკავშირებით. საუბარი თუ არის მაგალითად მოწვეული და ველოდოთ თუ არა მის გამოსვლას ამ აქციაზე. ეს ყველაფერი არის ახლა დაგეგმვის პროცესში, ანუ კონცეპტუალურად დაახლოებით ვიცით როგორ წარიმართება 26 მაისის სასცენო პროგრამა დავარქვათ. სხვადასხვა აქტივობა იქნება და სხვადასხვა მიმართულებით გვექნება განცხადებებიც და მოწოდებაც და მათ შორის 26 მაისის შემდგომი პერიოდის პროტესტის გაფართოების სხვადასხვა სცენარები. იქ საზოგადოების ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია იმ საზოგადოების ის ნაწილი, აქტიური ნაწილი, ვინც იქ მოვა, ასევე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ჩაერთოს პროტესტში. ამიტომ უფრო ორგანიზებული იქნება, ვიდრე აქამდე იყო და ეს მოხდა სწორედ ამ ალიანსის შეკრებებმა, სადაც ყოველდღიურად აი ძალიან რთული რუტინული შეხვედრებია, სადაც ბევრი აზრი მოძრაობს, ამის ფილტრაცია ხდება, კამათიც არის ცხადია, ეხლა ეს მარტივად არ ხდება ამ პოლიტიკური სპექტრის მანძილზე რთული. თქვენთვის ახლა რუტინად იქცა, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან ბევრი თემა, რომელიც ჯერ არ გასაჯაროებულა და შესაბამისად ასეთი რუტინული შეხვედრებიც კი საკუთარი შინაარსთან გამომდინარე ჩვენს ინტერესს იწვევს, რადგან სალომეძურაბაშვილთან დაკავშირებით, ანუ უარყოფა არ მომისმენია თქვენი მხრიდან, ან უნდა ველოდოთ, რომ ის მონაწილეობას მიიღებს 26 მაისის აქციაში. გამოუცხადა 26 მაისს მხარდაჭერა, მას ქონდა ამაზე საუბარი. აქციაზე მოვა თუ პოლიტიკურ სცენაზეც ჯერ არ ვიცი, ამაზე არ ვიცი ზუსტად, არ მაქვს ინფორმაცია საბოლოოდ როგორ დავაგდება. თუმცა მხარდაჭერა აქვს ალიანს, თავიდანვე ქონდა მხარდაჭერა ქალბატონის სალომესი ალიანს და როდესაც მას აქვს ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრები, ის ამას ყოველთვის უსამს ხაზს, რომ
პოლიტიკური ერთიანობა შედგა და ეს არის მნიშვნელოვანი. მადლობა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბუტიკაშვილი იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ ლევან ცუცქირიძეს და გიორგი სიორიძის პოლიტიკურ პოზიციებს მოისმენთ. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. მოკლედ ოპოზიციური ალიანსი 6 ძირითად პირობას ასახელებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. ეს უკვე მერამდენე ხდება, როდესაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის საკითხი სხვადასხვა ფორმით აქტიურდება. ექსპერტებისგანაც მოვისმინეთ, რომ არის ასეთი პოლიტიკური ლოგიკა, რომლის თანახმადაც გარკვეული ლეგიტიმაციის შეძენის მიზნით ქართულმა ოცნებამ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და წლის ბოლოს დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები და მოკლედ მოლოდინები ამასთან დაკავშირებით არსებობს მათ შორის ოპოზიციის სხვა ფლანგზეც. ლევან ცუცქირიძე თავისუფლების მოედანის ლიდერი გვიერთდება. მოგესალმებით ბატონ ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი სწორედ ამ თემით დავიწყებ თქვენთან საუბარს. აღარ ჩამოვთვლი იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლის შესრულებასაც ოპოზიციური ალიანსი ითხოვს, უბრალოდ დაკმაყოფილებას იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ამ პირობების შეუსრულებლობის და დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ოპოზიციური ალიანსის თითოეული წევრი პოლიტიკური პარტია პირობას დებს, რომ სხვა ტიპის არჩევნებში არავითარ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს არის ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოგიდგენია ჩვენ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. გარდა იმისა, რომ ოპოზიციის ალიანსმა გამოვაქვეყნეთ ეს ჩვენ საერთო პოზიცია, ჩვენი ხედვისა, ასევე თავისუფლების მოედანსაც თვეების წინ გამოქვეყნებული გვაქვს ის, თუ როგორ ხედავთ იმას, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და მე ძალიან მიხარია, რომ როგორც თავისუფლების მოედნის, ისე სხვა პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები ძირითადში იმაზე, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ არჩევნებს ეწოდოს თავისუფალი არჩევნები, პრინციპის დონეზე ერთმანეთს ემთხვევა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა კი არ არის, არამედ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პირობები, როდესაც ჩვენ აღარ დაგვჭირდება აი იმ პრობლემებთან გამკლავება, რომელიც ყველა არჩევნების წინ არის ხოლმე. ხომ ეს მიკერძულებული ვარცხაჯულება, манипуляციები, კარუსელები, გაყალბება, ხალხის დაშინება, არასამართლიანი საარჩევნო წესები და ასე შემდეგ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში და ეს იქნება ყველასათვის კარგი. ეს კარგი იქნება არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისთვის, ვინც დღეს ვართ ოპოზიციაში, არამედ იმ პარტიისთვისაც, რომელიც ხვალ იქნება ოპოზიციაში. იმიტომ რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არის ყველას ინტერესში და ძალიან მოხარული ვარ, რომ ალიანსის შიგნით შეჯერდა პოზიციები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები პრინციპში. ხო, მე მგონია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არც სხვა არა ალიანსის წევრ ოპოზიციურ პარტიებში იქნება, მაგრამ აქ საკითხის ხვანაირად დგას, ან იქნება დათმობა ამ 6 პუნქტთან დაკავშირებით, ან მაშინ ალიანსი რჩება ბოიკოტის რეჟიმში. აი ამ პოზიციას თუ იზიარებთ? მე არ მინდა გავასწრო მოვლენებს, ჩვენ გამოვაქვეყნეთ, როგორც მოგახსენეთ, დამოუკიდებლად ჩვენი ხედვაც თავისუფლების მოედნის, რომელიც ჩვენს გვერდზე არის ხელმისაწვდომი, ასევე ალიანსმაც გამოაქვეყნა და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ეს პირობები, რომლებიც არის აქ ჩამოთვლილი, სასარგებლო იქნება ყველასათვის, რომ მოიქნათ ყველა შეკითხვა. ჩვენ ვიბრძვით მაქსიმალურად სამართლიანი, მაქსიმალურად თავისუფალი არჩევნების მისაღწევად უკვე ამდენი ხნის განმავლობაში და ეს ბრძოლა ბუნებრივია, რომ არ შეჩერდება ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ პოლიტიკური პარტიის თანამოაზრეებთან, წევრებთან ერთად
თბილისში იქნება ეს თუ სხვა ქალაქებში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ამისათვის. ბატონ ლევან, მესმის აბსოლუტურად, მაგრამ აი უფრო ახლოს მივალ მაშინ სათქმელთან, რადგან არ გინდათ წინ გავუსწროთ მოვლენებს, რადგან ამავე ეტაპზე, ანუ აი ამ განცხადების კვალდაკვალ, ესეც მკვეთრად რადიკალურ პოზიციას არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით არ აფიქსირებთ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ შესაძლებელია ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი თავისუფალმა მოედანმა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ დღეს ოპოზიციური ალიანსიდან ამ ტიპის შეკითხვა რატომღაც მხოლოდ თქვენ პარტიასთან დაკავშირებით გაჩნდა, როგორც ჩანს, გარკვეული ასე ვთქვათ, ორაზროვნება ამოიკითხეს თქვენს ამ პოზიციაში და იქნებ დაგვიზუსტოთ. მე არ ვიცი ვისგან გაჩნდა ორაზროვნება და რა საკითხზე პირველად ჟურნალისტებისგან ხა არ ვიცი ხალხი რას გეკითხებათ ქუჩაში. მე ვერ გავიგე უკაცრავად რომ მედიისგან ძირითადად ჟურნალისტებისგან ეს შეკითხვა მოვისმინეთ, რა ვიცი, ეთერებშიც და ძირითადად ეს ამ ტიპის შეკითხვა იყო თქვენი პოლიტიკური ძალის მიმართ. არ ვიცი ქუჩაში თუ უკითხავს ხალხს, როდესაც ხვდებით, იმიტომ რომ ცხელი ამბავია და შეიძლება არც აქვთ ჯეროვანი ინფორმაცია. ამაზე მე მინდა გითხრათ, რომ თავისუფლების მოედნის პოზიცია არ არის მხოლოდ ლევან რუცქირიძის გადასაწყვეტი. ეს არ არის ერთი კაცის პოლიტიკური პარტია. ბევრი სხვისგან განსხვავებით და ჩვენ იმიტომ მოვედით პოლიტიკაში, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ პოლიტიკურ პარტიას, სადაც მისი სხვა ლიდერები პოზიცია და მოსაზრება დაფასებულია, თავისი წონა აქვს, თავისი ადგილი აქვს, ისე როგორც ყველა წევრის მოსაზრებას და პოზიციას. ამიტომაც ლაპარაკობ მე ამას, რომ ძალიან კარგია, რომ ჩვენ სხვა პარტიებთანაც გვაქვს საერთო ხედვა იმაზე, თუ პრინციპში რას ნიშნავს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რაც შეეხება კონკრეტულ არჩევნებს. ამ კონკრეტულ არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ ჩვენ იმ დემოკრატიული წესით, რომელიც არის განსაზღვრული თავისუფლების მოედნის წესდების მიერ და რომელიც განსაზღვრულია მისი წევრების მიერ უპირველეს ყოვლისა. ამიტომ მე არანაირი აქ ამისი ის რომ ერთპიროვნულად რაღაც გადაწყვეტილებები მივიღო, ამისათვის არ მოსულა პოლიტიკაში, ახალ ავტოკრატიულ და ერთ ადამიანზე ჩამოკიდებულ პოლიტიკურ პარტიას არ ვაშენებთ თავისუფლების მოედანი, იმიტომ რომ ის ბრძოლა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის ბრძოლა იმისათვის კი არა, რომ სახელები და გვარები შეიცვალოს ხელისუფლებაში და ვიღაცის სახელის და გვარის ნაცვლად პრემიერის თუ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე თუ კაბინეტში სხვისი დაეწეროს, არამედ ის რომ პრინციპულად შეიცვალოს ის თუ როგორ კეთდება პოლიტიკა და ამის საფუძველი არის დემოკრატიული პოლიტიკური პარტიის მშენებლობა, ამაში მიდის ჩემი შრომა, ჩვენი თანამებრძოლების მუშაობა და სწორედ ამიტომაც როდესაც მოახლოვდება არჩევნები, როდესაც იქნება ეს გადაწყვეტილება, ჩვენ შევიკრიბებით ჩვენ მხარდამჭერებთან ერთად, შევიკრიბებით ჩვენს წევრებთან ერთად და მათი აზრის გადაწყვეტილების მიხედვით მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც მივიღებთ. ეს არ არის გადაწყვეტილება, რაც ერთმა ადამიანმა ან თუნდაც რამდენიმემ უნდა მიიღოს რაღაცა ჩაბნელებულ საკეტილ ოთახში. კი ბატონო. ეგეთი პარტია რო გდომოდა, ვიქნებოდით ქართულ ოცნებაში და არა ვართ ქართულ ოცნებაში, ვართ მის წინააღმდეგი. ანუ გასაგებია ჩემთვის, კიდევ ერთს დავაზუსტებ, ანუ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით თქვენ მიიღებთ პარტიის შიგნით გადაწყვეტილებას და ეს არ იქნება გადაწყვეტილება შეთანხმებული ოპოზიციურ ალიანსთან. პირიქით შესაძლებელია აი ამ ალიანსის წევრებისგან განსხვავებული გადაწყვეტილებაც კი მიიღოს თავისუფალმა მოედანმა. თავისუფლების მოედანმა, კი ბატონო. მე როგორც გითხარით, უპირველესად, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენი კოლეგების აზრს, ჩვენ გავითვალისწინებთ, გვექნება ყველასთან კონსულტაცია, გავითვალისწინებთ იმ გარემოს, რომელიც იქნება შექმნილი. ჩვენ ხო არ ვიცით, ხო მე არ მინდა ეხლა რაღაც ისეთ რამეზე ვილაპარაკო, რა ჯერ არ მომხდარა გესმით და ვისაუბრო რაღაც ჰიპოთეტურ ვარიანტებზე. ყველაზე პრაქტიკული რაც გამოჩნდა ეს არის ალიანსის შეთანხმება, როგორც წარმოგვიდგენია ალიანს თავისუფალი არჩევნები. თავისუფლების მოედანს ამაზე ასევე კიდევ უფრო დეტალური პოზიცია წარმოდგენილი აქვს კარგა ხნის წინ და როდესაც კონკრეტული საკითხი დადგება, ჩვენი კოლეგების აზრის, მათთა კონსულტაციის, არსებული გარემოს, არსებული ვითარების შეფასების გათვალისწინებით
და უპირველეს ყოვლისა ჩვენი მხარდამჭერების და წევრების აზრის გათვალისწინებით ამას გადავწყვეტ პარტიულ კონსულტაციებში. კი ბატონო, ბატონ ლევან, მინდა აუცილებლად შევეხო თქვენს გასვლებსაც პარტიულ გასვლას გულისხმობ და შეხვედრებს პოტენციურ ამომრჩეველთან, მოკლედ მოსახლეობასთან, ვიცი რომ საკმაოდ დიდი პოლიტიკური ტურნე გქონდათ აჭარაში. აი ძალიან საინტერესოა როგორია მათი გამოხმაურება, მათი მოლოდინები. აი გიორგი ბუტიკაშვილი იყო თქვენამდე ჩვენი გადაცემის სტუმარი და ის ამბობდა რომ სწორედ ამ შეხვედრებისას მოდის ხალხისგან სურვილი რომ ოპოზიციური ერთობა კიდევ უფრო დიდი იყოს, კიდევ უფრო მსხვილი იყოს და სწორედ ამის გამოძახილი იყო ნიკა გვარემეს კიდევ ერთი მოწოდება რომ გახარია და ლელოც უნდა იყვნენ ამ ალიანსში. აი თქვენ რას გიზიარებენ მოქალაქეები აი ამ შეხვედრებისას? ჩვენ როდესაც თბილისში გავმართეთ დიდი სამოქალაქო ფორუმი თებერვალში, იქ თქვით რომ ვიწყებდით ეროვნულ კამპანიას საქართველოს გულისთვის, შემდეგ მარტი გავატარეთ იმერეთში, აპრილში ვიყავით აჭარაში, ახლა ვემზადებით კახეთის ეტაპისთვის და ერთ-ერთი რამდენიმე მთავარი რამ შემიძლია გითხრათ თუ არის ამის შესაძლებლობა, რაც ხდება ადგილებზე. ერთი ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ზურგის შექცევა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მიმართ. ჩვენ თბილისში შეიძლება ვისაუბროთ ელიტურ კორუფციაზე და ასე შემდეგ, მაგრამ სხვაგან ეს კორუფცია არის ყოველდღიურ დონეზე და ყველგან შეიმჩნევა რაღაც აი ეს ჩაწყობების, კორუფციის, ფულის კეთების სავალალო შედეგები და ის ვითარება, როდესაც ქართული ოცნება საუბრობს ვითომ ქვეყნის გაძლიერებაზე, ოჯახის გაძლიერებაზე, მოქალაქეების გაძლიერებაზე და პატრიოტიზმზე და აი ამ პატრიოტიზმზე გულში ხელის ცემის ფონზე იცლება ჩვენი მთიანეთი. მაგალითად, მთიანი აჭარა ის სოფლები პრაქტიკულად დაცლილია ახალგაზრდებისგან და შეგიძლია ახვიდე სოფლებში და ნახო რომ იქ სადაც ათეულობით კომლი ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ რამდენიმე სახლიდან ამოდის კვამლი და იქაც მხოლოდ ხანში შესული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც არტოვებენ ჯერჯერობით თავის საფკარს, ხომ? ეს არის იმ უიმედობის და უგულო პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს. მათ აქვს შექმნილი ყველგან შეიმჩნევა ეს აბსოლუტურად მათ აქვს შექმნილი ისეთი ეკონომიკური სისტემა, სრულიად მიზანმიმართულად და სრულიად მავნებლურად, რომელიც მიმართული არა ადამიანის გაძლიერებისკენ, არა მაგალითად ოჯახის გაძლიერებისკენ, არამედ მათი დამორჩილებისკენ, მათი ეკონომიკური დამორჩილებისკენ და არტიულ კეთილგანწყობაზე ჩამოკიდებისკენ. ანუ მაგალითად ქართული ოცნების პოლიტიკა ისეთი, რომელსაც არ აქვს სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, არ აქვს სოფლის განვითარების პოლიტიკა, არ აქვს ეკონხარეების ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა. თქვენ ახალთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოკიდებული ხავთ 300 ლარიან, 400 ლარიან რაღაც ხელფასებზე სრულიად პრიმიტიული სამუშაოსთვის. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებს აძლევდნენ ხელმისაწვდომობას იათ კრედიტზე. ტექნოლოგიებზე, განვითარებაზე. ეხლა რადგანაც აჭარაზე მეკითხებით, იქიდან მოვდივარ და ერთი მხრივ ბათუმში ვხედავთ, რომ ადგილობრივი ჩვენი ძირძველი ტრადიციული მოქალაქეებისგან ბათუმი იცლება და მათ ადგილს იკავებს რუსეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ხალხი, რომელსაც არანაირი დიდი ინტერესი ამ ქვეყნის და ამ ხარის განვითარების კეთილდღეობისკენ არ აქვს, ხო? ჩვენ ვხედავთ რუსულ დასახლებებს, რუსულ ბიზნესებს, რუსულ მაღაზიებს, რუსულ კლინიკებს, რუსულ სკოლებს, აი სადაც ცხოვრობდი, იქ ლიფტში იყო სულ რუსული სკოლის რეკლამები. ხო და რა მოლოდინი აქვს იგივე აჭარის მოსახლეობას, ბატონ ლევან, აი 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით? კი, ხო და ამიტომ ეს არის, რადგანაც მეკითხებით, რომ რას მეუბნებიან, აი ამას მეუბნებიან და ეს აწუხებთ ადამიანებს, ეს არის მთავარი გასაჭირი, ეს არის მთავარი პრობლემა, ეს არის ჩემი მთავარი სალაპარაკო. როგორ მოვახერხოთ ის, რომ არ დაიცალოს მთიანეთი, არ ახალგაზრდებით გაიმსოს ისევ და დაბრუნდნენ. და მეორე მხრივ რაც ვხედავ, ეს არის ბრძოლის ჟიმი და ბრძოლის უნარი და ადამიანები ნუ გვეგონება ჩვენ რომ მხოლოდ დიდ ქალაქებში არიან განწყობილი იმისათვის რომ ცვლილებები მოხდეს და იყოს ბრძოლა და შრომა ამ ქვეყანაში უკეთესი პერიოდის და სამართლიანობის დაწამკვიდრებლად, იმიტომ რომ სამართლიანობა არ არის მარტო ის რა წერია რაღაც კანონში, რომელსაც არავინ არ ასრულებს.
სამართლიანობა ყოველდღიურობაში უნდა აღვადგინოთ. უნდა აღვადგინოთ სამართლიან პენსიაში, სამართლიან ხელფასში, სამართლიან საპენსიო ასაკში, სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკაში. ამიტომ ეს მოთხოვნა ყველას უნდა ცვლილება. და მეორე, ყველას უნდა სიახლე. ყველას უნდა სიახლე, ყველას უნდა ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც ახლებურად აზროვნებენ, რომელთან ერთად ბრძოლაც შესაძლებელია, ვისაც ენდობიან და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თავისუფლების მოედანს ჰქონდა ძალიან კეთილგანწყობილი, ძალიან საინტერესო შეხვედრები ყველგან, სადაც არ მივედით. იქნება ეს დიდ ქალაქებში, ბათუმში თუ სადმე სხვაგან, თუ მაღალმთიან სოფლებში, სადაც ადამიანები გამოდიოდნენ. პოლიტიკური თვალსაზრისით რამდენად შესთავაზებს ოპოზიციური ალიანსი სიახლეს ამომრჩეველს 26 მაისს, მე არ ვიცი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ მე მგონი უმრავლესობა მაინც ძველი პოლიტიკური სახეებია, რის გამოც უარს ამბობს აგერ გახარიას პარტია ამ ალიანსში გაწევრიანებას და ეს განცხადება მათგან კიდევ ერთხელ დღეს მოისმინეთ, მაგრამ ანუ ტაქტიკური სულების, რაღაცა სტრატეგიის, სამომავლო ხედვის, გეგმის თვალსაზრისით თუ მაინც იქნება რაიმე სიახლე 26-ში თუ თქვენც არ შეგიძლიათ ამაზე წინასწარ საუბარი? მე საერთოდ არ მგონია, რომ 26 მაისი ჩემთვის არის სრულიად სხვადასხვაგვარი დღე. იმიტომ რომ 26 მაისი არის ძალიან ეროვნული დღესასწაული, ეს არ არის პარტიულ გეგმებზე ლაპარაკის დღე. 26 მაისი არის დღე, რომელიც არის ყველას. და მათ შორის მათიც, ვინც არ არიან ამ ალიანსის წევრები, მათ შორის მათიც, რომლებიც თავისუფლების მოედანს ხედავენ როგორც მეტოქეს მომავალში, კონკურენტს, ან სულაც საერთოდაც არ ვეხატებით გულზე რაღაცების გამო, ხო? მაგრამ მათიც არის 26 მაისი. ამიტომაც 26 მაისი ჩემთვის არის არა პარტიულ გეგმებზე ლაპარაკის დღე, არამედ დღე, როდესაც ჩვენ მთავარი რამე უნდა ვაჩვენოთ. ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ. 26 მაისს ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ იდეები, რაზეც დაფუძნდა საქართველოს სახელმწიფო, არის ჩვენთვის ძვირფასი და ჩვენ მათ დასაცავად ვიბრძვით. რა არის ეს იდეები? ეს იდეები არის დამოუკიდებლობა, ეს იდეები არის თავისუფლება, რადგანაც თავისუფლების გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებლობა, ეს არის დემოკრატია, რადგანაც ჩვენი ქვეყანა შეუძლებელია გადარჩეს როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ერი, თუ კი მას არ ექნება დემოკრატია და იქნება რაღაც პიროვნების კულტზე აწყობილი სახელმწიფო სისტემა, როგორც ეხლა არის, ხო, სადაც ბიძინა ივანიშვილია სტაბილურობის გარანტიის, რა ვიცი, დილით რომ ვიღვიძებთ მაგაზეც მადლობა, მას უნდა უთხრათ, ხომ? არა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა, თანაგრძნობა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ თანამედროვე ცივილური ერი, რომელსაც ერთმანეთისთვის ხელის ჩაჭიდება შეგვიძლია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული აზრი შეიძლება გქონდეს. რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც არ ვაღიარებთ და ვემიჯნებით აი ამ უგულო ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს, რომელმაც იქამდე მოახდინა მათივე დეგრადაცია, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან ლაპარაკს დაგაბრუნეთ რა სათქმელთან. ეს არის მთავარი. მე არ ვაპირებ არანაირად 26 მაისის პარტიულ გეგმებზე საუბრის დღეთ გადაქცევად. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ბევრი, უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ იდეალების ერთგულები ვართ და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ბევრი, მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი დგას კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ ადგილას, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში თუ სადმე სხვაგან. აი ეს იქნება მთავარი და ძალიან საინტერესოა, როგორ შეძლებთ აი ამ რაღაც გეგმების განხილვის, ამისთვის სხვა დრო არსებობს და სხვა ფორმატი. ბატონ ლევან, აი ეს ერთი შეკითხვაც და დავასრულოთ, ისე ძალიან საინტერესოა, აი როგორ შეძლებთ, რომ რაღაცნაირად არ მოხდეს ამ დღის გადაქცევა, რაღაცა პარტიული გეგმების გაზიარების რაღაცა სივრცეთ, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ მომისმენთ გიორგი ვაშაძისგან, რომ იქნება სცენა, იქნება გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, ტრიბუნით ისარგებლებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები. ლელოს პოზიცია, სხვათა შორის, თუ 26 მაისის აქციამ პარტიული დღის წესრიგი შეიძინა, ამ პროცესში ჩვენ თავს ვერ ვხედავთო და თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ცოტა ხნის წინ, ასე ვთქვათ, ბრძანეთ, ძალიან გავს ამ პოზიციას და ემთხვევა. მე არ ვაპირებ არანაირად 26 მაისის პარტიულ გეგმებზე ლაპარაკის დღეს. მე არ ვაპირებ არანაირად 26 მაისის პარტიულ დღეს ლაპარაკის დღეს. ამიტომ 26 მაისი არის
26 რა საკამათოა ერთ რომ 26 მაისი ყველასია. მე მგონი რომ ამაზე არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ გაბედავს ესეთთვის ქვეშ დააყენოს. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გავაკეთოთ გამოსვლები, ჩვენი მოსაზრებები თქვათ, მაგრამ მე გეტყვით, ლევან ცუცქირიძე თავისუფლების მოედნის წარმომადგენელი 26 მაისს არ ვაპირებ პარტიულ გეგმებზე ლაპარაკს, ეს არ არის პარტიული გეგმების განხილვის დღე, ეს არის ჩვენი ეს არის საუბარი არა იმაზე, რა განგვასწორებს ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან. არამედ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გვაერთიანებს ყველას. აი ეს არის ჩემთვის მთავარი და ამისკენ იქნება თავისუფლების მოედნის ძალისხმევა მიმართული, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ არა განსხვავებებზე, რაც გარდაუვალია, ბუნებრივია, ნორმალური და კარგია. იმიტომ რომ ჩვენი მრავალფეროვნება პრობლემა არ არის. პირიქით, ჩვენ რადგან გვინდა დემოკრატია და თავისუფლება, ეს თავის თავში მოიცავს იმას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ იმ განსხვავებულ შეხედულებებს, რაც ჩვენ შორის არსებობს. როგორც საზოგადოებაა განსხვავებული, როგორც ოჯახის ყველა წევრი შეიძლება იყოს განსხვავებული, ასევე ბუნებრივია პოლიტიკურ პარტიებსაც შორისაც არსებობს განსხვავებები, მაგრამ 26 მაისი არის არა განსხვავებებზე ლაპარაკის დღე, არამედ იმაზე რაც გვაერთიანებს და ეს იქნება მთავარი გამარჯვება. როდესაც ჩვენ მოვალთ ბევრნი და ვიტყვით, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ჩვენ რაღაცეები გვაერთიანებს, რაც ამ განსხვავებებზე მაღლა დგას. და ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის და თავისუფლების მოედნისთვის. ხო, მაგრამ მე მაინც არ ვიცი, ჩემს აზრზე დავრჩები, როცა პარტიები მონაწილეობენ და ზოგადად პარტიები არიან ორგანიზატორები, ინიციატორები აი ამ მსვლელობის და აქციის ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ რაღაცა პარტიულ დღის წესრიგს აცდე. თქვენ უნდა დარჩეთ თქვენ აზრზე და მე პატივს ვცემ იმათ, რომ ასე გააკეთებ. მე ჩემი აზრი მოგახსენეთ. მადლობა ლევან ცუცქირიძეს, თავისუფლების მოედნის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძეა ჩვენთან ერთად, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ 26 მაისის აქციამ პარტიული დღის წესრიგი შეიძინა, ამ პროცესში ჩვენს თავს ვერ ვხედავთ, ეს ირაკლი კუპრაძის თქვენი ლიდერის განცხადება. რასაც გამოხმაურება მოყვა უკვე ოპოზიციური ალიანსის ლიდერებისგან. სწორია, პარტია როცა არ ხარ, პარტიებს უნდა გაერიდო. თამარ ჩერგოლეიშვილია ამ ასე ვთქვათ განცხადების ავტორი. პასუხებთ რამს? მე პირველ რიგში სოლიდარობას გამოვხატავ სინდისის პატიმრების მიმართ და ვსურვებ დუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს, რომ მიეცეთ მალე ბავშვებს წამალი. რაც შეეხება 26 მაისის აქციას, თქვენ იცით, რომ მე პირადად ჩვენი პარტიის წევრები ყოველთვის აქციებზე დავდიოდით, მიუხედავად იმისა, ვიყავით თუ არა ამისი ორგანიზატორები, აქ პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაშიც კი არ არის პრობლემა. სხვა აქციები, რომელიც ტარდება, მაგალითად ტრადიციული შაბათის მარშები, ხო? აი ხოლმე იქ ვიდგები, კონკრეტულად თვალიდელი დღე პაატა ბურჭულაძის მსოფლიო ბანის მხარდასაჭერად არის მიძღვნილი, ხო? აბა მაშინ რაშია პრობლემა? გასვლითი მარშები არსებობს, რომელიც ჩატარდა ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, იქ ყოველთვის ვართ. არა მარტო მე, არამედ ჩვენი პარტიის წევრების და მას აორგანიზებენ სამოქალაქო ჯგუფები, აქტივისტები. პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებშიც მიგვიღია მონაწილეობა არაერთხელ ჩვენი თანაორგანიზატორობის გარეშე. ოღონდ იმს, რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით, ხო? რომ ეს არის უფრო კონკრეტულად, რამდენიმე პარტიის, ხო, ოპოზიციური ალიანსი, რასაც ეწოდება, იმისი აქცია უფრო სხვა მიზნებისთვის, ვიდრე სხვა აქციებს აქვთ ხოლმე. ახლა სიმართლე რო გითხრათ, რასაც ლევან ცუცქირიძე ამბობდა, განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ. ხო, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკური სცენა გვექნება და იქ გვინდა რომ ჩვენებია აშკარად. არა, მეც ახლა ასე ვისმენდი და ეს რიტორიკა, რომელიც მე თავიდანვე მჯეროდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, მე დიდი სიამოვნებით შეუერთდებოდი, მაგრამ სხვა ლიდერებისგან, სხვა სპიკერებისგან, ალიანსის, სხვა პარტიებისგან, როგორც მინიმუმ, ხო? ჩვენ ვისმენდით იმას, რომ ხო, რაღაც მანდატი უნდა მივიღოთ ხალხისგან კონკრეტული გეგმებისთვის. მათ შორის საუბარი არის ალბათ ისეთ გეგმებზე და საკითხებზე, რომელზეც ჩვენ ძლიერ საქართველოს ლელოს განსხვავებული ხედვა და მიდგომა გვაქვს. შესაბამისად, ასეთ პირობებში ეს იქნება უფრო რთული. ცირდებოდეთ ოპოზიციურ ალიანსთან? კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ პრობლემა პარტიების და თუნდაც ოპოზიციური ალიანსის მიერ ორგანიზებულ
აქციაზე არ არის მეთქობა. დაინახეთ რისკი იმისა, რომ 26 მაისის მიერ დაანონსებული რაც გითხარით იმაში. რაც გითხარით იმაში. პარტიულ, ასე ვთქვათ, რა ვიცი, თუ პარტიას, თუ ორგანიზატორ პარტიებს აქვთ სურვილი, რომ იმ პოლიტიკურ სცენაზე ჰქონდეთ ისეთი დღის წესრიგი, ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, რომლისგანაც ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს. ხო, მაგალითად, მანდატი მივიღოთ ჩვენ ალიანსმაო რაღაც საკითხებზე, მაგალითად, ბოიკოტზე, არჩევნებზე და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ეს ცვლის აქციის შინაარსს, სწორედ, რა თქმა უნდა, 26 მაისი არის საყოველთაო ეროვნული დღესასწაული. თუ ამ საყოველთაო ეროვნულ დღესასწაულს გარდა იმისა, რომ ადამიანები გამოვლენ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ექნება სხვა უფრო მეტად პარტიული დატვირთვა და თან ისეთი დატვირთვა პარტიული, რომელიც ჩვენი ხედვებისგან განსხვავებული იქნება და გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის. ასეთ შემთხვევაში იქნება რთული, თორე რა თქმა უნდა ჩვენ 26 მაისს ძალიან ბევრი გეგმა გვექნება, მათ შორის რუსთავაზე გასვლა. გახვალთ რუსთავაზე და რა დროსაც დაინახავთ რომ რაღაცა პოლიტიკურმა გამოსვლებმა უკვე მიიღო არა ეს უკვე მოვისმინეთ დაანონსებულია. არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ ეხლა მე მეუცნაურა იმიტომ რომ ალიანსში არ არის ეთყობა ერთნაირი ხედვა ამ აქციის, იმიტომ რომ ლევანი ცოტა სხვაგვარად საუბრობდა და ამიტომაც საუბრობდა უშუალოდ თავისი პარტიის სახელით, თავისუფლების მოედნის სახელით. ისევე როგორც რა ვიცი დღევანდელ საარჩევნო პირობებთან დაკავშირებითაც მათ განსხვავებული პოზიცია აქვს. გაიგეთ მისი ნათქვამი, ანუ მე ასე გავიგე რომ ხო, ეს არის თავისუფლების მოედნის პოზიცია. შეიძლება ბოლომდე წესიერად ვერ უსმინე, როდესაც მე შემოვედი სტუდიაში, მხოლოდ მაშინ მქონდა მისი მოსმენის შესაძლებლობა და როგორც ხედავ, ის საუბრობდა უფრო მეტად თავისი პარტიის სახელით და ყველაფერი შინაარსობრივად მე მას ვეთანხმები, რა თქმა უნდა, ხო, რომ ეს საყოველთაო დღესასწაულია და არ შეიძლება დიდი დღესასწაულების უფრო მეტად პარტიული შინაარსის მიცემა თუნდაც აქციების დროს. ხო, ანუ მიუხედავად იმისა, ვისი ორგანიზებული. კი ბატონო, თქვენ მაინც მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი სხვა მიზნებისთვის გამოვა კიდე 26 მაისს, თუმცა მნიშვნელოვანია, რა თქმა რა უნდა. მიზნებისთვის ვის გულისხმობთ? მოქალაქეებს, ხო. კი ბატონო, და მათთვის შეიძლება ეს დღის წესრიგი ოპოზიციური ალიანსის მიერ შემოთავაზებული და რიტორიკა იყოს აბსოლუტურად მიუღებელი? ნუ, ყოველ შემთხვევაში ეს არ იყოს მათი მთავარი მამოტივირებელი რამაც შეიძლება ისინი გამოიყვანოს. ისევე როგორც 4 ოქტომბერს უმრავლესობა ადამიანების, ვინც გამოვიდა, ისინი საერთოდ არ ფიქრობდნენ იმას, როგორც შეიძლება 4 ოქტომბერი დასრულებულიყო და არ ეთანხმებოდნენ და ძალიანაც გაბრაზდნენ. გადაწყვეტილება როგორც ხედავ, ჯერ მიღებული არ აქვს. არა, ძალიან კაფეოდ გითხარით მე თქვენ რომ ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ, უკვე ჩვენ გვაქვს ის დაბეჭდილება, რომ ეს სხვა ტიპის აქცია არის. მეთქვა ხელი მოუმართოს ყველას, მაგრამ ჩვენი ადგილი ამ შემთხვევაში ისეთ საკითხებთან მიმართებაში, სადაც თანხმედრა არ არსებობს, არ იქნება, ნუ განსაკუთრებით, როდესაც საუბარი არის ახლა 26 მაისზე, საყოველთაო დღესასწაულზე და არ გვინდა რომ რაღაცა აღრევა მოხდეს. კი ბატონო, არა და რაღაცნაირად ალბათ იმედი ქონდა ოპოზიციურ ალიანსს, უბრალოდ ნიკა გვარამიას, რადგან კიდევ ერთხელ მოგიწოდათ თქვენც და გახარიას პარტიასაც, რომ თქვენ უნდა იყოთ ალიანსში. ანუ ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი აზრი და პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და ქმედებითაც დადასტურებული, როდესაც არ შეხვდები ასე იყო, ხო? ხო, ჩვენი პოზიცია, ხო, ჩვენ ხომ არ ვართ ალიანსთან დაპირისპირებაში, უბრალოდ ჩვენ გზას ვხედავთ დამოუკიდებლად, განსხვავებული პოზიციები რო გვაქვს, გამოჩნდა რამდენჯერმე, მათ შორის დღესაც, ხო? იმ საარჩევნო პუნქტებთან მიმართებაში, რომელიც მათ აქვთ და რომელსაც ისინი აყენებენ წინაპირობად. ბოიკოტის, არა არჩევნების წინაპირობად, არამედ ბოიკოტის პირობად აყენებენ რეალურად. ჩვენ განსხვავებულად ხედავთ. ისევე როგორც აღმოჩნდა, რომ შეიძლება თავისუფლების მოედანიც ამას ცოტა სხვაგვარად ხედავთ. ხო, თქვენ რაღაცა მე მგონი მონოდინი გაგიშათ, რომ შესაძლებელია თავისუფლების მოედანი თქვენს ოპოზიციურ რიგებს შეუერთდეს, ანუ რაღაცა დამოუკიდებელი პოლიტიკური ცურვის გზა. არა, მე უბრალოდ ხედავ, რომ ალიანსში ერთიანი პოზიცია არ არის, აი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით, მეტი არაფერი. ხო, ეს საკმარისია იმისათვის, რომ რაღაცა უთანხმოების ბზარი გაჩნდეს, ნუ რით დამთავრდება ამას მე ვნახავთ, მეც დავიჭირე ეს, მაგრამ შეგნებულად არ განვავრცე იმისათვის, რომ შემდეგ რაღაცა სპეკულაციებში არ დავედანაშაულებინე ალიანსის წევრ პოლიტიკურ პარტიებს. არანაირი რაღაც დამატებითი აზრი მე ამაში არ ჩამიდია, რომ ხო თავისუფლების მოედანი ჩვენს თავისუფლების მოედანმა
თავისი პოლიტიკური ნაბიჯები ჩვენთან ერთად ისედაც გადადგა, როდესაც დაიბადა და მაშინ პარტიაც არ იყო და 24 წლის არჩევნებზე ჩვენს კოალიციაში იყო. მონაწილეობა არ მონაწილეობის თემას. ხო, დღეს ხო მოვისმინეთ, ანუ თავდაპირველად გავცელდა ეს განცხადებები. ჯერ მოვისმინეთ განცხადება. სადაც არის მოთხოვნილი 6 პუნქტი იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. არის აქედან რომელიმე მოთხოვნა, რომელსაც თქვენ არ ეთანხმებით, რომ არჩევნები სწორედ აი ამ პირობებში უნდა ტარდებოდეს? არა, უბრალოდ ამ 6 დაუმატებდი მე კიდევ 22-ს როგორც მინიმუმ. იმდენივეს რამდენიც წერია ევთოოდირის 2024 წლის დასკვნაში, რომელმაც შეაფასა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და ეს მინიმუმ 22-ს დავუმატებდი, იცით რატო ვიძახი, რომ იმ 28 დასკვნაში წერია ერთ-ერთ რეკომენდაციად, რომ ყველა სხვა რეკომენდაცია, რაც ადრე გვაქვსო ჩვენო მიცემულიო საქართველოს მმართველი ძალისთვისო და საქართველოსთვის როგორც სახელმწიფოსთვისო, ისინიც შეასრულონ, იმიტომ რომ იმასაც არ ასრულებენ. ამიტომ ვამბობ, რომ მინიმუმ 22-ს კიდევ დავუმატებდი. ხო, რეალისტები უნდა ვიყოთ, 28 მოთხოვნას ქართული ოცნება არ შეასრულებს, მაგრამ 6-დან 6-ვე შეასრულებს თქვენ დარწმუნებული ბრძანდები? მე არ ვარ დარწმუნებული ამ შემთხვევაში, მაგრამ როგორც ჩანს, ამ განცხადების ავტორები არიან დარწმუნებულები. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ არ გააკეთებდნენ ასეთ ხმამაღალ განცხადებას? რამდენი უნდა შეასრულოს? აი მოდი ვიმსჯელოთ. რამდენი უნდა შეასრულოს? ან მაგ რაოდენობაზე არის აქ საკითხი? თუ უფრო მეტად შინაარსზე. ანუ რამდენი დაგვეთმობა მაშინ? მაშინ 6-დან რატო დავთმოთ 4-მდე ან 3-მდე, 28-დან დავიწყოთ? მე ესე მესმის ბრძოლის და მოლაპარაკებების წესებიც. თორე შინაარსობრივად ცალკე აღებული რომელიმე პუნქტს არ ვეთანხმებით თქო, ნამდვილად არა, მეცაც გეტყვით. ამაზე ჩვენ საარჩევნო ექსპერტებთან, პარტიულ საარჩევნო ექსპერტებთან მათ შორის ხო, ვის მუშაობენ ხოლმე თითოეულ პარტიაში ამ საარჩევნო საკითხებზე, ჩემი კოლეგები, ჩემი მეგობრები არიან ისინი. გვიმუშავია წლების განმავლობაში. ძალიან ბევრ ფორმატში, პარლამენტის დროსაც მათ შორის წინა პერიოდში მე-10 მოწვევის პარლამენტში, ან მე-11 მოწვევის პარლამენტს რა თქმა უნდა არალეგიტიმურად ვაღიარებთ, მაგრამ კომიტეტებში საარჩევნო რეფორმები შეგვიმუშავებია, მერეც 24 წლის არჩევნების მერეც ძალიან ბევრი გვისაუბრია, რა შეიძლება შეიცვალოს, რა არა. აქ საუბარი არის არა იმაზე, როგორი საარჩევნო იდეალური საარჩევნო კანონმდებლობა გვინდა რეჟიმის ცვლილების შემდეგ. ეს სულ სხვა საკითხია. შეიძლება ამას დაჭირდეს საერთოდ ახალი საარჩევნო კოდექსის დაწერა და ჩემი აზრით ესეც უნდა მოხდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ამ პირობებში, ოღონდ ეს ხომ ესე არ ხდება რეალისტურად, მაგრამ თუ ესე რეალისტურად არ ხდება ქართული ოცნების თანამონაწილეობის გარეშე, ანუ ის არ არის დამთმობი, მის ხელშია ყველა ბერკეტი. მას რომ რაღაც დავათმობინო, მე საწყისი წერტილი რატო ავიღო მინიმუმით? მე საწყისი წერტილი უნდა ავიღო მაქსიმუმით. ამიტომ თქვი მე რომ მინიმუმ 28 უნდა იყოს, ხო? თან ევთოოდირი რატომ ავიღე? იცით რომ ევთოოდირი ხომ საერთაშორისო ნეიტრალური შემფასებელი არის. ქართული ირაკლი კობახიძე ხო დღესაც იძახდა რომ ჩვენი კანონმდებლობაო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებაო. ანუ მაინც ხომ სჭირდება ამის თქმა, როგორც მინიმუმ რომ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ყველაზე მაღალი რანგის არბიტრი ხომ ევთოოდირი არის ამისთვის, ხო? შესაბამისად ევთოოდირი რასაც ამბობს იქიდან ავიღოთ ის 28 რეკომენდაცია. ფუჭებს თუნდაც ამ 6 ასე ვთქვათ პირობის დაყენება. ანუ მე არ მაქვს მოლოდინი რომ ხვალზე გამოხვალთ თქვენ და 28-ვე პირობას დააყენებთ და აი მაქსიმალური მოთხოვნებით დაიწყებთ იმისათვის რომ რაღაც მაინც დააყენებთ. კი არ დავაყენებთ. ჩვენ ამას ვაყენებთ. როდესაც ვამბობთ წელიწად ნახევარია წინააღმდეგობის მოძრაობა რაც დაიწყო. ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს. ამას გულისხმობთ პირველ რიგში. ჩვენ ხო ვამბობთ რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში მაინც მივიღებთ მონაწილეობას და ყველა პოლიტიკური ბრძოლის ველს რაოდენ უსამართლოც არ უნდა იყოს გამოვიყენებთ. ახლა მე თუ არ ქართული ოცნება, თუ ამ პირობებშიც მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, რატო წამოვიდე დათმობაზე. ფუნდამენტური სხვაობა არის და მე ხლა აგიხსნით ქალბატონოებმა, რატომ მგონია ეს შეცდომა. უნდა გავმიჯნოთ ის, რასაც ვითხოვთ და ვითხოვთ რითი. ვითხოვთ წნეხის გაზრდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ხო, ჩვენ არჩევნები გვაქვს მოსაპოვებელი. ამისგან უნდა გავმიჯნოთ საერთოდ ის, რომ რისი გამოყენების შესაძლებლობაც გვაქვს, ის არ გამოვიყენოთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთს მეორით ვანაცვლებთ. ჩვენ
ან ალიანსი დღეს რომ აყენებს 6 მოთხოვნას, ისინი რა უკვე შეხედან მოლაპარაკების მაგიდაზე ქართულ ოცნებასთან, თქვენ კითხვას რო დაუბრუნდეთ, ხო? ანუ 28-ს დააყენებთ, ხო? არის ეხლა ის ფორმატი, რომ ქართულ ოცნებას უკვე ამაზე ვესაუბრებით? დადგება მომენტი, რომ ერთ მაგიდაზე მოგვიწევს დაждობა ქართულ ოცნებას ვათმობინებთ უკვე რაღაცას. ეს ჩავთვალოთ, რომ უკვე ამ სტადიაში ვართ. მაშინ რატო დავიწყოთ 6-ით? დავიწყოთ 28-ით. ანუ თქვენი პოლიტიკური მაგას ვამბობ, ჯერ არა ვართ მოლაპარაკების მაგიდაზე და ზოგადად დაკიდებული გვაქვს ელთოდირის მოთხოვნები. გაკეთებული განცხადება, რომ საქმეც ამაშია. ან ბოიკოტი იქნება ადრესატი იმდენად ქართული ოცნება არ ყოფილა, რამდენადაც ის პოლიტიკური პარტიები, ვინც არ უჭერს მხარს პოლიტიკურ ბოიკოტს. იქნებ თქვენი ყავით. ჩვენ ვიყავით, ანუ ჩვენ ხელში არის ახლა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. რაგამ ანუ პირობა სადაც წერია, რომ იმიგრანტებს დაუბრუნეთ უფლებები, სასამართლო შეიცვალოსო, რაღაცა კოლეგია შეიქმნას, ანუ ამას ჯერჯერობით ვერ გავაკეთებთ. რეჟიმის ცვლილების შემდეგ მეც გავაკეთოთ. გითხავთ კი ბატონო, მაგრამ თუ აბა როგორ წავიკითხოთ? სტრიქონებს მიღმა რა წავიკითხოთ? ანუ თუ თქვენ თავად ამბობთ, რომ ძალიან წამგებიანი იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით თქვენთვის, თუ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება დანარჩენი ოპოზიციური ფლანგი, ხო? ანუ გამოდის, რომ ოპოზიციურმა ალიანსმა 6 პირობა წააყენა და ამას კიდევ თან ერთვის სინდისის პატიმრების გათავისუფლება, ამითი თუ ჩვენ გველაპარაკება, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქართველოს ოპოზიციურ ველზე საქმე და ქართულ პოლიტიკაში. ან ეს დათმობები იქნება მიღწეული, ან ჩვენ რჩებით ბოიკოტის რეჟიმში. ხო და ადრესატი ვინ უნდა იყოს ოცნება, ხო? ჩვენ თუ ვართ, მაშინ უარესად არის ბევრად მდგომარეობა, ვიდრე შეიძლება მე ვსეგონოს, ხო? ქართულ ოცნება ძალიან წუხს იმის შესახებ, ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან თუ არა ოპოზიციური პარტიების ნაწილი? თქვენი აზრით არ წუხს? ხო, რა ვიცი, მიიღო ადგილობრივ არჩევნებში თქვენთან ერთად მონაწილეობა და საკრებულოებშიც თავს გრძნობს შესაძლებლად. სწორედ ამაშია. სწორედ ამაშია საქმე. სწორედ ამაშია საქმე. სწორედ ამიტომ გგონია ჩვენ, რომ ბოიკოტში გასვლა იქნება შეცდომა. ოღონდ კიდევ ერთხელ ხას უსვამ. ეს არავითარ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ რამენაირად ბრძოლა ახალი არჩევნების მოპოვებისთვის. ჩვენ ხომ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ბოლო წელიწად ნახევარში ბევრ რაღაცას მივახციეთ ჩვენი ბრძოლით. მე გულისხმობ თელ საზოგადოებას, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ერთ პარტიაზე და არც მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებზე. ბევრი რამ არის მიღწეული. ხო, ქართულ ოცნებას რომ არ აწუხებდეს არაფერი, მაშინ ისეთ სულელურ, თავისთვის სულელურ მაგრამ ჩვენი შემზღუდველი კანონები რაც მიიღეს, ხო ესეთ კანონმდებლობას არ მიიღებდა ანტიდემოკრატიულს, რაში დაჭირდებოდა მაშინ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების ციხეში გაშვება, ხო? თუ ის მას საერთოდ არ ადარდებს ის, ხო ამბობენ 50 აკაცუკი დგას რუსთაველზე, თუ არ ადარდებს, რატომ იღებს ამ კანონებს და რატომ იწუხებს საერთოდ თავს? აწუხებს ბევრი რაღაცა ქართულ ოცნებას, აწუხებს ის რომ არავინ არ ელაპარაკება საერთაშორისო ასპარეზზე და მხოლოდ რა ვიცი, აშხაბადში და დუშანბეში უწევს სიარული და ბევრი რაღაცა ჩვენი მიზანი არის რომ ქართულ ოცნებას კომფორტი არ უნდა შეუქმნათ რა თქმა უნდა თქვენ რა მიზანებს სწორედ ეს არის მათ შორის რაც შეიძლება რეპრესიული პოლიტიკა გაატაროს თქვენი მიზანი ხომ ეს არ არის თქვენი მიზანი არის რომ თქვენი პოლიტიკური ბრძოლით დაათმობინოთ პირიქით ქართულ ოცნებას ჩვენი მიზანი არის მოდი ვთქვა ჩვენი თავარი მიზანი არის რეჟიმის შევცვალა ჩვენი მიზანი არის როგორ გეკადრება თუ არ ვაპირებ აი ერთი დიდი მე ხო გითხარ 26 მაისზე გადის თქვენი აზრით თავარი ხაზი? არა. ყველა აქციაში მონაწილეობთ ხო გეუბნებით გასვლითი მარშები არის ქუთაისში, ბათუმში, სამგან ჩატარდა. შემდეგი ჩატარდება ჭყოროწყურში. ყველგან მონაწილეობთ. ხვალ ვიდგები, ნახავთ რუსთაველზე ფილარმონიდან რუსთაველამდე. ყველა მარშში მონაწილეობთ. ამაზე არ არის საუბარი. ეს უნდა გაგრძელდეს უეჭველად. ოღონდ ჩვენ ვთვლით რომ ქვეყანაში მათ შორის ისეთ რეჟიმის პირობებში როგორიც არის საქართველოში ხელისუფლება რეჟიმი უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. საქართველოში არასოდეს ოპოზიციის სასარგებლო საარჩევნო გარემო არ ყოფილა და არც საარჩევნო კანონმდებლობა და არც ოპოზიციის ხელში არ ყოფილა საარჩევნო ადმინისტრაცია, ყოველთვის იყო ხოლმე ხელისუფლების ხელში, ყოველთვის ვითხოვდით
ახალ არჩევნებს არამხოლოდ არჩევნებს არამედ გარემოს ახალ კანონმდებლობას გაგახსენებთ გავრილოვის გამო, სულ სხვა რაღაცის გამო დაიწყო გავრილოვის იმ სკამში ჩაჯდომის გამო და მთავარი მოთხოვნა გახდა პროპორციული, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. ხო გახსოვთ და კრიზისი რო შეიქმნა, მაშინ დათმო ივანიშვილმა მერე გადაგვაგდო ბჭყალებში და გადააგდო საზოგადოება, მაგრამ იმ კრიზისის ჩასაქრობად იმ კერის მოუწია ამ დათმობაზე წასვლა. იმის მერე იყო 8 მარტის შეთანხმება, იმის მერე იყო შარლ მიშელი. ყოველთვის ეს იყო ხოლმე საჯილდაო ქვა და ყოველთვის ვიბრძოდით და ამიტომაც კვლავაც უნდა გავაგრძელოთ ამისთვის ბრძოლა. ოღონდ არასდროს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეცვლილა, არ გულისხმობ იმ ერთადერთ შემთხვევას, როდესაც ეს მოხდა სამხედრო გადატრიალების გზით. არასდროს ის არ იყო ოპოზიციისთვის სახარბიელო მდგომარეობა და ყოველთვის იმარჯვებდა ხალხი, როდესაც დამთრგუნველი უმრავლესობით სჯაბრიდა ხოლმე იმ მომენტში ხელისუფლებას და ხელისუფლებას აღარ ჰქონდა აღარანაირი ბერკეტი, რომ ეს დამთრგუნავი უმრავლესობა დაეთრგუნა 26-ში ღმერთმა ქნას, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობ დამთრგუნველ უმრავლესობაზე არჩევნებში. ისევე როგორც მოხდა ეს ცოტა ხნის წინ უნგრეთში. უნგრეთზე შემიძლია ძალიან ბევრი გესაუბროთ. ისეთივე მდგომარეობა იყო დამკვირვებლების თვალსაზრისით, ისეთივე მდგომარეობა იყო ადმინისტრაციული რესურსების თვალსაზრისით, საარჩევნო ადმინისტრაციის კონტროლის თვალსაზრისით, გაცილებით უარესი იყო. გაცილებით უარესი საარჩევნო სისტემა იყო პროპორციული. 6 წლის წინ რო ვითხოვდით და რომ მივიღეთ შემდეგ, იქ ჯერაც არ იყო ისეთ შერეული სისტემა იყო მახინჯი, მაგრამ 5 საათზე დავამთავრე ბოდიში ქალბატონო ემა 5 საათზე უკვე იმდენად უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირდა კენჭისყრის დღეს, რომლის მსგავსი საბოლოო აქტივობაც კი არასოდეს მანამდე უნგრეთში არ დაფიქსირებულა და ორბანი მიხვდა, რომ არც მის დანიშნულ მოსამართლეებს, არც მის საარჩევნო ადმინისტრაციას ანონსებდა დღის განმავლობაში, რომ პირიქით ოპოზიცია არ ღვევსო არჩევნების საარჩევნო წესებსო და მოსყიდვას აქვს ადგილიო და მიხვდა, რომ აღარაფერს აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ხალხმა ირწმუნა თავისი ძალის და ყველა ის ბერკეტი, რომელიც ჰქონდა არსენალში, დარჩა მის არსენალში და გამოიწვია მარცხი და კრახი ორბანისა. კომპონენტი გამოგრჩათ მადიარი, რომელსაც დღემდე ვეძებთ ქართულ პოლიტიკაში სანთლით სულიკოსავით. ეს იქნება ძალიან ფუნდამენტური შეცდომა, რომ დიმიტრი გელოვანს ან მესიას ველოდოთ პოლიტიკაში. ესეთი პირდაპირი პარალელების გავლება არ შეიძლება. მე ვისაუბრე იმ პარალელზე, რაც გულისხმობს რთულ საარჩევნო პირობებში. კი, მაგრამ კი, პოლიტიკური ლიდერი არის გზა შედეგისთვის. ანუ ჩვენთვის ეს რაღაცა მესიისა და დიმიტრი გელოვანის სადარია ქართულ პოლიტიკაში, ისეთი პოლიტიკური ლიდერის გამონახვა, რომელსაც მეტი ადამიანი გამოუცხადებს ნდობას. თუ ასე რთულად გვაქვს საქმე? არა, ქალბატონო ემა, მოდით მესიას უნდა ველოდებით და სხვის იმედზე ნუ ვიქნებით. ხო, ყველამ თავის გასაკეთებელი თვითონ უნდა გააკეთოს, პოლიტიკურ პარტიებს თავისი პასუხისმგებლობა აქვს და თითოეულ მოქალაქეს აქვს თავისი ერთადერთი სამოქალაქო ვალი, ეს არის არჩევნებზე მისვლა. აი ამ შიშისა და ნიჰილიზმის გადატეხვა. ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ თქვენ თვითონაც ხო ახსენეთ, რომ მეტ ხალხს გამოიყვანსო. ანუ ხელისუფლებას ცვლის მეტი ხალხის გამოყვანა. როგორც საშუალება, ხო? ანუ თუ მეტი ხალხი გამოვა, თუ კრიტიკულ რაოდენობას მიაღწევს აქტივობა, ანუ ამომრჩევლების გამოცხადება საარჩევნო უბნებთან. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ როგორი საარჩევნო გარემოც არ უნდა იყოს, როგორი მოსყიდულიც და ჯიბეში ჩასმულიც არ უნდა ყავდეს საარჩევნო ადმინისტრაცია, ძალოვნები, პარლამენტი და ასე შემდეგ, სასამართლო და ასე შემდეგ. აზრი ეკარგება ყველაფერს ავტორიტარისთვისაც კი ისეთი ავტორიტარისთვის და ოლიგარქისთვის გაცილებით უფრო ძლიერისთვის ვიდრე ივანიშვილია როგორიც იყო ორბანი. მადლობა გიორგი სიორიძეს, ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. ორ შაბათამდე უნდა დაგემშვიდობოთ და კარგი უქმები მინდა გისურვოთ ყველას.